კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. ჩვენ დღეს ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია ესე იგი ატარებს კონფერენციას სოციალურ და პოლიტიკის მეცნიერებათა ინსტიტუტთან ერთად. მსოფლიოს ასე დავარქვით, მსოფლიოს ძირითადი გეოპოლიტიკური მოთამაშეების, ამერიკის და ჩინეთის და რუსეთის საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი ასპექტი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კონფერენციის დანიშნულება არის, რომ ვაჩვენოთ საზოგადოების, როგორ ცდილობს ამ შემთხვევაში რუსეთი, ესე იგი იმპერიული ზრახვების განხორციელებას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ჩვენი კვლევითაც მე და პროფესორ გია ფოჩხუამ გამოაქვეყნეთ იმპაქტ ფაქტორიანი ჟურნალში სტატია, ესე იგი მსოფლიოს ბიპოლარული მოწყობის საკითხი, მათემატიკური მოდელი ამის შესახებ, სადაც ბევრი ფაქტორით, ეკონომიკური, პოლიტიკური გავლენა და შემდეგ ვაცხადებთ, რომ ცხადია მეცნიერულ დონეზე, რომ ამ ეტაპზე ბიპოლარულია, მაგრამ ბუნებრივია, რომ რუსეთი, რომელიც დიდი ხანია 3-4 საუკუნე სისხლში აქვს იმპერიული ზრახვები, მას უნდა შეახტეს ჩქარი-სიჩქარით მიმავალი გეოპოლიტიკური ძირითადი მოთამაშის მატარებლის ბოლო ვაგონში. და ამით იყო ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში განპირობებული, მათ შორის, რომ 22 წელს რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია უკრაინაში, რათა ის ფიქრობს, რომ თუ დაიპყრობს უკრაინას, მერე მიაყოლებს ბალტიისპირებს და უკვე შესაძლებელია მსოფლიოს მესამე მოთამაშე გახდეს. ამავე დროს თქვენ იცით, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში რუსეთი ზოგიერთ ქვეყნების მიმართ ატარებს პირდაპირ ინტერვენციას, როგორც უკრაინაში, ხოლო სხვა ქვეყნების მიმართ ჰიბრიდულ ომს საქართველოში, მოლდოვაში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, მათ შორის ნაწილობრივ სომხეთში უკვე. შესაბამისად, აი ეს განსაკუთრებით აი ბოლო ესე იგი თვეებია გააქტიურდა მორიგი ესე იგი მოსკოვის დესანტი თბილისში და თბილისში ესე იგი ტარდება ეგრეთ წოდებული კონფერენციები, სადაც მონაწილეობენ ესე იგი მოსკოვში ქართული გვარის მქონე და თბილისში ქართული გვარების მქონე პიროვნებები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რაც არის აფხაზეთის სამაჩაბლო, ეს უკვე წასულია, ამიტომ აი დარჩენილ ტერიტორიას საქართველოში უნდა რუსეთთან აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა, ჩავატაროთ პლებისციტი, რომ ხალხს უნდა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. ბუნებრივია ესენი არიან დაფინანსებული და ასე შემდეგ და როგორც ფაქტურად ირკვევა, ესენი არიან არაოფიციალური მხარდამჭერი დღეს მოქმედი ხელისუფლების. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ძალიან საინტერესო მოხსენება იქნება იმის შესახებ, რომ რუსეთი არა მარტო თავის ესე იგი მეზობლებთან, განსაკუთრებით უფრო შორს მდებარე ქვეყნებთან, ესე იგი თავის პოლიტიკას ატარებს, რადგანაც მაქსიმალურად გააფართოს ეგრეთ წოდებული რუსკი მირი. ამის მაგალითები მათ შორის არის საქართველოში თბილისი, ბათუმი, სადაც უკვე კარგად ბრჭყალებში შემოსული არის რუსკი მირი ხელახლა, ეს გარკვეული პერიოდის 25 წლის შემდეგ და ესე იგი დღეს თავისუფლად ბათუმში, თბილისშიც არის რუსული რესტორნები, რუსული სიმღერები, ზოგიერთი საბჭოთა კავშირის აღდგენის კუთხით და ასე შემდეგ. რასაც ნაწილობრივ და
ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება უჭერს მხარს. ჩვენ დღეს ესე იგი მოწვეული გვყავს თინა დოლბაია, რომელიც წაიკითხავს მოხსენებას რუსეთის პარამილიტარული დაჯგუფებები და მე თქვენის ნებართვით ძალიან მოკლედ გაგაცნობთ თინა დოლბაიას მოკლე CVs. განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა სოციოლოგიის ბაკალავრის წითელ დიპლომზე GPA 4. გაცვლით 17 წელს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდა ჩარლზის უნივერსიტეტში პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა 2016 წლის შემოდგომა. ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი, უოლშის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა SFS, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი ევრაზიის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების პროგრამაში. GPA 4. 22 წლის მაისში. ძირითადი კვლევითი ნაშრომი საინტერესო ომის ნადავლი, რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიების როლი რუსეთის სახელმწიფო ეკონომიკური მიზნების რეალიზაციაში აფრიკაში. სამუშაო გამოცდილება. პირველი საერთაშორისო სტრატეგიული კვლევის ცენტრი, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, კვლევების ასოცირებული თანამშრომელი, რუსეთი ევრაზიის ხაზით, ევროპის, რუსეთის და ევრაზიის პროგრამა, აგვისტო 22 წლიდან დღემდე. მეორე, საერთაშორისო კერძო ბიზნესის ცენტრი, CIPE, ვაშინგტონ, კოლუმბიის ოლქი, ზაფხულის სტაჟირება ევროპისა და ევრაზიის დეპარტამენტში. 22 წლის ივნისიდან 22 წლის აგვისტომდე. მესამე, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, მაგისტრანტის სტიპენდიანტი, ევრაზიის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრი. აგვისტო 2020 წლის აგვისტოდან 2022 წლის მაისამდე. მეოთხე, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, გარე ურთიერთობის ასისტენტი, უსაფრთხოებისა და მომავალი ტექნოლოგიის კვლევის ცენტრში. 21 წლიდან წლის ივნის აგვისტოში. მეხუთე, SID, რომელიც ახლა აქ ხელისუფლებას უხარია, რომ ტრამპმა შეაჩერა მათი დაფინანსება, თბილისი, საქართველო, მონიტორინგის და შეფასების სპეციალისტი 2018 წლიდან 2020 წლის დეკემბრამდე. სხვა აქტივობებია, ენები, კომპიუტერები და ასე კიდევ რაც მნიშვნელოვანია, European Youth Parliament Georgia, ესე იგი ახალგაზრდა ევროპული პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ყოფილა თინა 2015-2016 წლიდან. ჩვენ გვექნება, რა თქმა უნდა, შემდგომში უკვე მოხსენების შემდეგ შეფასებები, ჩვენ აკადემიური ხალხი ვართ და ასეთი ბრწყინვალე ახალგაზრდა გოგონასი ბრწყინვალე უკვე CV აქვს. ჩვენ შემოგვიერთენ ასევე პოლიტიკოსები, მალხას პატარაია და სხვები. შესაბამისად, აქ ჩვენ ესე იგი უკვე შეგვიძლია ნელ-ნელა დავიწყოთ მოხსენება. მე მას აბა ისა თინა ნახეთ ისა გაშიარება გააკეთეთ. ეხავე ხედავთ ხომ ჩემს ეკრანს? არა, ერთი წუთით. так, ჯერ ვერ ხედავთ. მე ვხედავ რუსეთის პარამილიტარისტული დაჯგუფებები, თინა დოლბაია. კი, ჩანს თქვენი ეკრანი. ყველასთან ჩანს? არა. მე ვერ ვხედავ რატომღაც ერთი წუთით. მე ვხედავ სამწუხაროდ. ესე იგი მე უნდა მოვაშორო ეთყობა ერთი წუთით. უი, ხო,
და შეტყუდათ გაზიარება, ხო? ესე იგი ახლა არის ისა ყველაფერი ჩანს ჩემთან. თავიდან ვიზამ ახლა. ხო, რატომ ეხლა გამოჩნდება კიდე. კი ბატონო. ესე აი იგი ეხლა გამოჩნდება. აი ახლა გამოჩნდება. ახლა ძალიან გთხოვთ ყველას გათიშეთ ხმა გათიშეთ და თინას აკადემიურ სტილში მივცეთ საშუალება 35-40 წუთი გნებავთ როგორც თვითონ ისა, ესე იგი ჩვენ ამ მოხსენება წაიკითხოთ ჩვენთვის. გთხოვთ გათიშოთ ხმები, გთხოვთ მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროფესორ თემურ ჩილოჩავას მოწვევისთვის, რაც თქმა უნდა აკადემიასაც მოწვევისთვის და იმისთვის რომ მომცა შესაძლებლობა ჩემი ამ მოხსენება გავაკეთო იმ საგანზე, რომელსაც უკვე დიდი ხანია ვიკვლევ. ეს არის რუსეთის პარამილიტარული დაჯგუფებები და რა თქმა უნდა ჩემი პრეზენტაცია სადღაც 9 საათი გაგრძელდება, არ მგონი 40 წუთი გაგრძელდეს. თუ პრეზენტაციის დროს რაიმე დაზუსტება გნებავთ, ასევე შეგიძლიათ მკითხოთ, თუ არა და შემდეგ როგორც შევთანხმდით თქვენს კომენტარებს და შეფასებებს და კითხვებს მოვისმენ და მივიხებ. დიდი მადლობა. ხო, თვითონ კერძო მილიტარული დაჯგუფებები ძალიან დიდი ხანია არსებობს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროპის ქვეყნებშიც. პირველად კერძო მილიტარული დაჯგუფებები შეიქმნა ამერიკაში და შემდეგ უკვე გავრცელდა სხვა ქვეყნებში, სხვა დასავლურ ქვეყნებში, მაგალითად ბრიტანეთს ყავს კერძო მილიტარული დაჯგუფებები, ასევე ყავს საფრანგეთს და ბევრ სხვა ქვეყანას. ზოგადად ეს არის ბიზნეს მოდელი, რომელიც თავაზობს დამკვეთს ომთან და კონფლიქტთან დაკავშირებულ მომსახურებას და სხვადასხვა ასპექტში დახმარებას. იქნება ეს საბრძოლო ოპერაციებში, სტრატეგიული დაგეგმარება, დაზვერვა, ლოჯისტიკური დახმარება, იარაღის შეწყიდვა და ტრენინგი და სხვა სახის ტექნიკური მომსახურება. როგორც წესი, კერძო მილიტარული დაჯგუფებები არ არიან, რადგანაც კერძო სექტორი არის, ისინი არ ემორჩილებიან, არ არიან რაღაც სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ. და თვითონ როგორც ბიზნესი ოპერირებს და ფუნქციონირებს, ზუსტად ასე ფუნქციონირებენ ისინი დასავლეთში. რუსეთში ცოტა სხვანაირი მოდელი არის კერძო მილიტარული დაჯგუფებების და მათ უფრო მეტად არა კერძო მილიტარულ დაჯგუფებებს, არამედ პარამილიტარულ დაჯგუფებებს ეძახიან, რათა ხაზი გაუსვან სწორედ მათ კავშირს რუსეთთან, რუსეთის მთავრობასთან. იცოდეთ თუ არა რომ და ეს არის ესეთ როდესაც ამას ვეუბნები ყველას უკვირს. თვითონ ეს კერძო მილიტარული დაჯგუფებები რუსეთში არის რუსული კონსტიტუციის მიხედვით, ნებისმიერი სახელმწიფო კანონმდებლობის მიხედვით არის არალეგალური. ანუ ნაიომი შესწვა პირდაპირ უწერიათ კონსტიტუციაშიც კი, რომ არის არალეგალური რუსეთში. მიუხედავად ამისა, დაახლოებით 10-დან 20-მდე სხვადასხვა ტიპის კერძო მილიტარული დაჯგუფება არსებობს რუსეთში 1991 წლიდან, უბრალოდ 98 წლიდან დღემდე. და რა თქმა უნდა, ეს რუსეთი ამ მოდელს იყენებს იმის, რომ პირველ რიგში გააკონტროლოს ეს დაჯგუფებები, მაგრამ გარდა ამისა, ინგლისურში არსებობს ეს ტერმინი plausible deniability, ანუ ეს აძლევს საშუალებას რუსეთის სახელმწიფოს, პუტინის რეჟიმს, რომ რა თქმა უნდა დისტანცირდეს ამ ჯგუფებისგან. ამ ჯგუფების მეშვეობით გააკეთოს ეგრეთ წოდებული შავი საქმე სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ეს ჯგუფები ოპერირებენ, მაგრამ თან თქვან, რომ ისინი არ არიან, რომ რუსეთი როგორც სახელმწიფო არ არის დაკავშირებული ამ სხვადასხვა დაჯგუფებების საქმიანობასთან. და ეს რა თქმა უნდა, სანამ ვაგნერის ჯგუფზე გადავალ, რომელიც ყველაზე ცნობილი დაჯგუფება იყო, რომელსაც ევგენი პრიგოჟინი ხელმძღვანელობდა, მანამდე ყოველთვის
რუსეთი ყოველთვის უარყოფდა და ალბათ დღემდეც დაახლოებით იგივე საკეთებს, ყოველთვის უარყოფდა მათ კავშირს, სახელმწიფოს კავშირს ამ დაჯგუფებებთან. და ყოველთვის იცახდა, რომ ისინი არ არსებობენ რუსეთში, რადგან რუსეთში ასეთი დაჯგუფებები და თვითონ ნაიომნიჩესტო როგორც იდეა არის არალეგალური. როგორ შეიქმნენ პარამილიტარული დაჯგუფებები რუსეთში? დასავლეთისგან განსხვავებით, ისე რომ აღნიშნეთ, რუსეთში ამ დაჯგუფებებს სრულიად სხვანაირი შექმნის ისტორია აქვთ. და რა თქმა უნდა, ეს არის დაკავშირებული ერთი მხრივ საბჭოთა კავშირის დანგრევასთან და მეორე მხრივ რაღაცა კაპიტალისტური ძალების და კაპიტალისტური ეკონომიკის შემოსვლასთან რუსეთში 90-იან წლებში. პირველი ალბათ შემდგომ უკეთესად გეცოდინებათ არის ის, რომ თვითონ საბჭოთა კავშირის თავდაცვის ბიუჯეტი იყო უზარმაზარი. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ 10 წლეულში, ანუ 1988 წლიდან 1999 წლის ჩათვლით, რუსეთის სამხედრო თავდაცვის ბიუჯეტი შემცირდა 354 მილიარდიდან 19 მილიარდამდე, ანუ 10 წელიწადში ასეთი უზარმაზარი ცვლილება განიცადა. რასაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე, თავდაცვის ძალებზე, რომლებიც მიცვოლი იყვნენ რაღაც კონკრეტულ სტატუსს, რომელიც ჰქონდათ მათ საზოგადოებაში, შემოსავლებს, ყველა იმ კეთილდღეობას, რომელსაც ისინი იღებდნენ თავდაცვის სამინისტროსგან. ასე რომ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და შემცირდა რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი ასე მნიშვნელოვნად, ძალიან ბევრი რიგითი ჯარისკაცი იქნებოდა გენერალი თუ ასე შემდეგ, საკმაოდ ბევრი გამოცდილი სამხედრო, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ავღანეთში ჰქონდათ გამოცდილება მიღებული, დარჩნენ შემოსავლის გარეშე. ასე უცბად. მაგრამ თან, რა თქმა უნდა, ეს იყვნენ ის ადამიანები, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდათ სხვადასხვა კონფლიქტებში, რომელშიც საბჭოთა კავშირი იღებდა მონაწილეობას და შეეძლოთ საკუთარი ცოდნის და გამოცდილების გაყიდვა, ასე რომ ვთქვათ. ასე რომ ძალიანაც გაუხარდათ, თუ შეიძლება ეს რომ ვთქვათ, როდესაც სხვადასხვა კონფლიქტები აღმოცენდა საბჭოთა კავშირის დასვლის შემდეგ სხვა ქვეყანაში. სადაც ისინი, ვინც გადაუხდიდნენ, ფაქტობრივად მათ მხარეს იბრძოდნენ. და მათ მონაწილეობა აქვთ მიღებული ისეთ კონფლიქტებში, როგორც იყო აი მოლდოვეთში, ტრანსნისტრიის კონფლიქტში, ასევე აფხაზეთში მონაწილეობდნენ, აფხაზების მხარეს, ჩეჩნეთში და ბალკანეთში. ეს არის ცნობილი ფაქტები, ამაზე მემუარებიც აქვს ამ სამხედროებს დაწერილი. და რა თქმა უნდა, ისინი აღნიშნავდნენ, რომ ისინი იყვნენ მოხალისეები, ეს ყველგან აღნიშნული იყო, რომ ისინი ამ ომებში და კონფლიქტებში მონაწილეობდნენ როგორც მოხალისეები, მაგრამ ისინი ან ფინანსდებოდნენ რუსეთის ძალებისგან, ან ფინანსდებოდნენ დავუშვათ იმ ეთნიკური უმცირესობების მიერ, ვის მხარესაც იბრძოდნენ. ხოლო, რაც შეეხება ამ გამოცდილებამ, ანუ ამ სამხედროებმა, რომელსაც მიიღეს, ჯერ სამსახური დაკარგეს საბჭოთა კავშირის დაცვის შემდეგ და შემდგომ უკვე მიიღეს შეძლეს საკუთარი სამხედრო გამოცდილების გაყიდვა სხვადასხვა კონფლიქტში, სწორედ მათ დააარსეს პირველი პარამილიტარული დაჯგუფებები რუსეთში. პირველი დაჯგუფება, რომელსაც ქვია ანტიტერორი, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეთ, 1999 წელს დაფუძნდა რუსეთში და ასევე ძალიან ასეთი ექსკლუზიური სხვა დაჯგუფება იყო მორან security group, ანუ მორანის თავდაცვის ჯგუფი, ასე ერქვა. ანტიტერორი იმით არის ცნობილი, რომ 2008 წელს, მაგალითად, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში კიდევ ერთხელ, იქ ისინი იბრძოდნენ ოცების მხარეს. ესეც ასევე ცნობილი ფაქტია. Moran security groups რასაც შეეხება ის უკვე ცოტა მოგვიანებით გონი თუ არ ვწდები 2000-იან წლებში 2007-2008 წელს დაარსდა. ისინი აქტიურად იბრძოდნენ მაგალითად სირიაში, ბაშარ ალ-ასადს ეხმარებოდნენ, დასაკუთრებით მათ მის უსაფრთხოებას იცავდნენ რაღაც გარკვეული პერიოდი. ეს არის თუ რაღაცა პირველი დაჯგუფებები, რომელიც შეიქმნა საბჭოთა კავშირის დასვლის შემდეგ. და ამ დაჯგუფებებმა და გამოცდილებამ შემდგომ უკვე შექმნეს სხვა უფრო ცნობილი პარამილიტარული დაჯგუფებები და რა თქმა უნდა ყველაზე ცნობილი მათ შორის არის ვაგნერი.
ვაგნერი შეიქმნა თვითონ 2013 წელს. პირველად უბრალოდ რუსულ წყაროებში და რუსულ მედია გამოცემებში 2013 წლიდან ჩნდება, ანუ ეს უკავშირდება, რა თქმა უნდა, რუსეთის მონაწილეობას სირიის კონფლიქტში და ასევე უკრაინაში. მისი მფლობელი იყო ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ა주 უკვე გარდაცვლილი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ძალიან საინტერესოა და 2022 წლამდე კატეგორიულად უარყოფდა მის კავშირს ვაგნერთან და მან 2017 წელს მან თვალწები უჩივლა კიდეც ეხო მოსკოვის ანუ ჟურნალისტურ გამოცემას რუსეთში, რომელიც აკავშირებდა მას ვაგნერის ჯგუფთან და მაშინ თქვა, რომ მე არანაირი ურთიერთობა არ მაქვს ვაგნერთან, ძალიან დავიღალე იმით, რომ ჩემი სახელი სულ ამ ჯგუფთან ასოცირდება და მხოლოდ ერთ კომენტარს გავაკეთებ, რომ რუსეთის ფედერაციაში კერძო სამხედრო კომპანიის კონცეფცია არ არსებობს. აი, ასეთი განცხადება გააკეთა 2017 წელს. თვითონ ვაგნერს პრიგოჟინს უწოდებენ პუტინის მზარეულსაც, იმიტომ რომ მას ჰქონდა საკმაოდ დიდი და ცნობილი რესტორნების ქსელი, რომლებიც ყოველთვის იგებდნენ ძალიან რაღაცა სახარბიელო ტენდერებს და ემსახურებოდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თვითონ პრეზიდენტის ფედერაციას, ანუ თვითონ პუტინს უწევდნენ სხვადასხვა შეხვედრების დროს მომსახურებას, აი მაგალითად ბუში, როდესაც ჩავიდა მოსკოვში. თუ ხედავთ იქ კუთხეში დგას პრიგოჟინიც. და ამიტომ ეს სახელი ჰქონდა, რომ ყოველთვის უწოდებდნენ პუტინის მზარეულს. ევგენი პრიგოჟინი. ხო, ანუ როგორც ვთქვი, პირველად 2013 წელს დაარსდა ვაგნერი პრიგოჟინის მიერ და პირველი და ის დაარსდა როდესაც უკრაინაში შეიჭრა რუსეთი პირველად 2014 წელს, ანუ ეს არის დონბასის რეგიონში, როდესაც შეიჭრა. მან გაჩნდა მან მიიღო პირველად ვაგნერმა მონაწილეობა და რა თქმა უნდა ისინი იქ იბრძოდნენ იბრძოდნენ ეთნიკური უმცირესობაც არ ვიცი რა უწოდა რუსეთის მიერ დაფინანსებული ხარის გვერდით. და საკმაოდ სერიოზულ დავშოთ იქ დაპირისპირებებში აქვს მათ მონაწილეობა მიღებული. ასევე ეხმარებოდნენ დაატრენინგეს იქ ადგილობრივი ძალები, ასევე მიაწოდეს იარაღი და ასე შემდეგ. და შემდეგ, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას სირიაში, განსაკუთრებით იცავდნენ ასადის რეჟიმს. და სწორედ ამ უკრაინისა და სირიაში მიღებულმა გამოცდილებებმა ვაგნერს საკმაოდ დიდი პოპულარობა მოუტანა რუსეთში. სირიაში, რაც საინტერესო იყო, მათ სცადეს ახალი, ანუ ჩართულობის ახალი მოდელი. თუ უკრაინაში მაგალითად ფინანსდებოდნენ სავარაუდოდ რუსეთის თავდაცვის ძალების მიერ, სირიაში უკვე რაც მოხდა, რადგან სირია ცნობილი არის, რომ ძალიან მდიდარი არის ნავთობითა და გაზით, იქ დავუშვათ რუსულმა კომპანიამ ევროპოლისმა ამ რაღაცა სირიის ნავთობისა და გაზის საბადოების შემოსავლების 25%-იანი წილი მიიღო ვაგნერის ოპერაციების შემდეგ და ასევე რუსულმა კომპანიებმა მერკურიმ და ველდამ მიიღათ ასევე ექსკლუზიური უფლებები, რომ შეესწავლათ იქ სახმელეთო ბლოკი ძალიან დიდი სირიაში, რომელიც სავარაუდოდ რაღაცა გაზის ძალიან დიდ მარაგს შეიცავდა. რა აქვს ამ სამ კომპანიას საერთო? ყველა მათგანი ეს მფლობელი იყო ევგენი პრიგოჟინი. სწორედ ასე თავიდან, როდესაც 2022 წლამდე სანამ არ იცოდა, სანამ ოფიციალურად არ იყო ევგენი პრიგოჟინის სახელი დაკავშირებული ვაგნერთან, სწორედ ასეთი კომპანიების მეშვეობით შეძლეს ჟურნალისტებმა პრიგოჟინის დაკავშირება ვაგნერის ჯგუფთან. იქ სადაც ვაგნერი ჩნდებოდა, ასევე აუცილებლად ჩნდებოდნენ რუსული კომპანიები, რომლებიც ევგენი პრიგოჟინთან იყვნენ დაკავშირებულები. და ერთ-ერთი თვითონ ვაგნერი იმიტომ არის საინტერესო ჩემი აზრით, რომ გარდა იმისა, რომ ვაგნერის მეშვეობით რუსეთი რაღაც კონკრეტულ ქვეყანაში საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების გატარებას ცდილობდა,
ასევე ვაგნერმა აი ასეთ კონცეფციას ჩაუყარა საბუთველი სილავე ეკონომიკა, რომელიც რუსეთში 2015 წლიდან ჩნდება და იქაური პროფესორები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ ამ კონცეფციაზე სილავე ეკონომიკა. ანუ რა არის ეს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ძალადობის სისტემა, მათ შორის ამ შეზღუდული მასშტაბის სამხედრო კონფლიქტებზე დაყრდნობა იმისთვის, რომ სახელმწიფომ ამ შემთხვევაში რუსეთმა საკუთარი ეკონომიკური მიზნებიც განახორციელოს იმ კონკრეტულ ქვეყანაში. და სწორედ ამ მიზნებს რუსეთი სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებდა ვაგნერის მიერ. ანუ ვაგნერი ეს იყო მოდელი, როგორი მოდელი არსებობდა. ვაგნერი შედიოდა კონკრეტულ ქვეყანაში, იქ კონკრეტულ ლიდერს, რომელსაც სჭირდებოდა დახმარებას უწევდა, ანუ ეს იყო რა თქმა უნდა მათი დაცვა, იქ მოწინააღმდეგებთან დაპირისპირება და რა თქმა უნდა ეს ისეთ ქვეყნებში შედიოდა, რომელ ქვეყნებში რომელსაც არ შეეძლოთ დაუშვათ თანხა გადაიხადათ პირდაპირ ვაგნერისთვის და ამ ვაგნერის დაჯგუფებებს და ამიტომ პრიგოჟინთან დაკავშირებული ორგანიზაციები იქ სხვადასხვა ინვესტიციებს დებდნენ იმ ქვეყანაში. და ამის მეშვეობით საკამოდ დიდი რაოდენობის ფულს მილიარდებთან გვაქვს აქ საუბარი პრიგოჟინი აძლევდა რუსეთს. ანუ ეს იყო მოდელი, რომელიც არსებობდა და დღემდე არსებობს და რომელსაც რუსეთი საკმაოდ აქტიურად იყენებს პარამილიტარულ დაჯგუფებებთან მიმართებაში. აფრიკაში და აფრიკის რეგიონში, აფრიკის კონტინენტზე ყველაზე აქტიურად მოხდა ამის განხორციელება. აფრიკაში საკმაოდ ძალიან ბევრ ქვეყანაში არის ვაგნერი ნამყოფი, მაგრამ სამი მნიშვნელოვანი ქვეყანა არის, რომელზეც ვისაუბრებ. პირველი ეს არის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა. საკმაოდ პატარა ქვეყანა არის, როგორც ხედავთ, მაგრამ არის მდიდარი სხვადასხვა მინერალით, მათ შორის ოქროს და ბრილიანტის საბადოებით. და ოქროს და ბრილიანტის ბიზნესი, რა თქმა უნდა, რუსეთში ასევე არის საკმაოდ განვითარებული. ვაგნერი თვითონ ამ ცენტრალურ აფრიკის სახელმწიფოში შევიდა 2017 წელს. ამ წლიდან ფიქსირდება. მაშინ პრეზიდენტმა ტუადერამ, ანუ ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ტუადერამ შეხვდა განახორციელა ლავროვთან სოჩში და სთხოვა დახმარება, რომ ამ ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ტერორისტული ჯგუფებს გამკლავებოდა. და რა თქმა უნდა, ლავროვი ამას დათანხმდა და მაშინ პირველად ჩავიდა ვაგნერი ამ ქვეყანაში. ასევე მოეწერა რუსეთსა და ამ ქვეყანას შორის შეთანხმებას ხელი, რომ ამ ქვეყნის რესურსების ომხრივად მომგებიანი განვითარება მომხდარიყო. ანუ აქაც რა მოდელი ფუნქციონირებდა. დაახლოებით 2000-მდე სამხედრო ვაგნერის ჯარისკაცი ჩავიდა ცენტრალური აფრიკის სახელმწიფოში და მათგან სხვადასხვა სერვისები შესთავაზეს პრეზიდენტ ტუადერას. ერთი იყო, რომ დაიცავდნენ თვითონ პრეზიდენტს და ასევე დაეხმარებოდნენ პრეზიდენტს, განკლებოდნენ ადგილობრივ ტერორისტულ დაჯგუფებებს. ამის თანაცვლოდ, რადგანაც არ შეეძლო პრეზიდენტ ტუადერას პირდაპირ გადაეხადა მათთვის ფული, სწორედ სხვადასხვა რესურსებში ამ ოქროს და ბრილიანტის საბადოების ექსკლუზიური ეს საბადოები ექსკლუზიურ მფლობელობაში გადაეცა ვაგნერთან დაკავშირებულ და პრიგოჟინთან დაკავშირებულ სხვადასხვა კომპანიებს. და ზუსტად რამდენი შეძლეს არ ვიცი რამდენი ფული გამოსცეს ამ ოპერაციებით, მაგრამ სხვადასხვა წყაროების მიხედვით 2017 წლიდან დღემდე დაახლოებით 1 მილიარდზე მეტი 1 მილიარდი დოლარის მქონე დაუშვათ ოქრო და ბრილიანტი გამოცდილება შეძლეს ვაგნერის ჯარისკაცებმა ამ ქვეყნიდან. შემდეგი ქვეყანა აფრიკაში, სადაც ვაგნერი საკმაოდ აქტიურად მოღვაწეობდა და დღემდე არის სუდანი, რომელიც უფრო დიდი ქვეყანა არის, როგორც ხედავთ, ვიდრე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა. სუდანს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მართავდა გენერალი ალ-ბაშირი. და ეს ქვეყანაც არის მდიდარი ამ ნავთობით, ოქროსით და ოქრო ვერცხლით და რკინით. ანუ ამ საბადოებით.
ჯერ კიდევ 2017 წელს ალ-ბაშირი იყო მმართველობაში, ის შეხვდა პრეზიდენტ პუტინს და ასევე თავდაცვის მინისტრ შოიგუს, მაშინდელ თავდაცვის მინისტრ შოიგუს. და ასევე რა თქმა უნდა მათ შორის გაფორმდა სასუყულება, რომლის მიხედვითაც ალ-ბაშირი მიიღებდა რუსეთის სამხედრო ტექნიკას, ასევე მიიღებდა რუსეთისგან სხვა სახის სამხედრო მხარდაჭერას. და შემდეგ კაცრავად, მაგრამ საერთოდ ამის ანაცვლოდ თვითონ პრიგოჟინთან არსებული დაკავშირებული კომპანია M-Invest-ი სუდანში დაახლოებით ოქროს მოპოვების ექსკლუზიურ უფლებებს მოიპოვებდა. სხვათა შორის და ასევე M-Invest-ის ამ კომპანიის უზრუნველყოფასაც, უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც ასევე ვაგნერი განახორციელებდა. სხვათა შორის აქ არ მოხდეს ნახსენები, მაგრამ როდესაც 2020 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, თავდაპირველად როდესაც სანქციები დაუწესა დასავლურმა სამყარომ რუსეთს, თვითონ სუდანიდან მოპოვებული ოქროთი ვაგნერმა და რუსეთმა შეძლო რაღაცა კონკრეტული ოპერაციების განხორციელება. ამაზე სხვადასხვა აფრიკელი ექსპერტები საუბრობენ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის ოქრო, რომელიც რუსეთმა გამოზიდა სუდანიდან ვაგნერის მეშვეობით 2022 წელს, ამან უზრუნველყო მათი რეზერვების შევსება, სანამ რუსეთი რა თქმა უნდა ისწავლიდა როგორ უნდა მორგებოდა სანქციებს. და მესამე ქვეყანა, სადაც ასევე საკმაოდ აქტიურად მოღვაწეობდა ვაგნერი, ეს არის ლიბია, რომელიც ასევე უფრო პატარა ქვეყანა არის ვიდრე სუდანი, რომელსაც მართავდა გენერალი კადაფი საკმაოდ დიდ ხანს ასევე. და იმის შემდეგ, რაც კადაფი მოკლეს, უკვე ფაქტურად 50 წლად არის ლიბია გაყოფილი და ერთ მართავს გაეროს მიერ მხარდაჭერილი ეროვნული თანხმობის მთავრობა, ისინი უფრო მეტად დედაქალაქს მართავენ და მეორე მხარეს მართავს ლიბიის ეროვნული არმია. და ლიბიის ეროვნული არმია, რომელსაც ფაქტურად რომელიც ნახევარ ქვეყანას აკონტროლებს, მათ მფლობელობაში ასევე არის საკმაოდ დიდი ნავთობის მარაგი. და ასევე ეს ქვეყანა ზოგადად ძალიან მდიდარი არის რკინის, მარმარილოთი და ოქროთი. თვითონ ვაგნერი ლიბიაში რასაც ცდილობდა თავდაპირველად იყო, რაც ჰქონდა ინვესტიციები ჩადებული 2011 წლამდე, იმ ინვესტიციების ამოღებას ცდილობს. და ეს LNA, რომელიც არის მეორე ჯგუფი, რომელიც არის ეს ლიბიის ეროვნული არმია, მისი მმართველი გენერალი ჰაფტარი მაგალითად მოსკოვში იყო ჩასული 2019 წელს. ამ შეხვედრას პრიგოჟინი ესწრებოდა და ამ დროს მოხდა შეთანხმება რუსეთის ნефტსა და ლიბიის ნავთობის კორპორაციას შორის. რუსეთმა ასევე მიიღო ექსკლუზიური უფლებები, რომ მოეპოვებინა LNA-ის მფლობელობაში მქონი ნავთობის მარაგი. და რა თქმა უნდა ვაგნერი ახორციელებდა ამ მარაგის ახორციელებდა იქ არსებული და უბრალოდ როსნეფტის უსაფრთხოებას და ასევე ეხმარებოდა LNA-ის მმართველს ამ გენერალ ჰაფტერს სხვადასხვა ბრძოლაში. და დღემდე ასე ეს რამდენიმე 1000 სამხედრო ვაგნერის დღემდე არის ლიბიაში. 2016-2021 წლებამდე, ანუ ამ პერიოდში რა ქვეყნებიც არის აქ გაწითლებული, ყველაში იყო ვაგნერი რაღაც დოზით ჩაბმული. სამხრეთ ამერიკაში ვხედავთ ვენესუელაში მაგალითად ვაგნერი ოპერაციები დაფიქსირდა რაღაც პერიოდი. ნუ რა თქმა უნდა აფრიკაში უკვე ხედავთ როგორ აქტიურად არიან ჩართულები, სირიაში, ირაკში, უკრაინაში რა თქმა უნდა, რაც საინტერესო არის, რომ აზერბაიჯანშიც იყო დაფიქსირებული მათი ოპერაციები რაღაც პერიოდის განმავლობაში, ასე რომ ხედავთ, რომ ეს მოდელი საკმაოდ აქტიურად იყო გავრცელებული სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა ყველაზე მეტად ვაგნერი ფუნქციონირებდა აფრიკის კონტინენტზე. და განსაკუთრებით ამ ქვეყანაში, რომელსაც გაუმახვილე ამ პრეზენტაციაში ყურადღება.
ეხლა რა იმართება ვაგნერის 2022 წლის შემდეგ, ანუ იმის შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. როგორც ცნობილი არის, ვაგნერი უკრაინაში და დონბასში განსაკუთრებით იქამდე შევიდა, სანამ რუსეთი ოფიციალურად შეიჭრებოდა უკრაინაში. ანუ 2022 წლის თებერვლამდეც კი, ზოგი ამბობს, რომ 2021 წლიდან უკვე ვაგნერის დაჯგუფებები იმყოფებოდნენ დონბასის ტერიტორიაზე და იქ ადგილობრივ სეპარატისტებს ეხმარებოდნენ და მათ მობილიზაციას ახდენდნენ. ვაგნერ ამ დროიდან უკვე პრიგოჟინის კავშირები ვაგნერთან ოფიციალურად გამოვიდა, რადგან უკვე ის თვითონ ხელმძღვანელობდა ვაგნერის დაჯგუფებებს, რომელიც იბრძოდა უკრაინაში. და უკვე თვითონ ოფიციალურად ამბობდა, თუ 2017 წელს მაგალითად კატეგორიულად უარყოფდა თავის კავშირს ვაგნერის ჯგუფთან, უკვე 2022 წლიდან ამაყად იდგა და ამაყად აცხადებდა, რომ ის იყო ამ დაჯგუფების მეთაური. და მათ სხვადასხვა ბრძოლაში აქვს უკრაინაში დონბასის რეგიონში მონაწილეობა მიღებული, განსაკუთრებით ბახმუტის ბრძოლაში, აქვს მონაწილეობა მიღებული მარიუპოლშიც და ბევრ სხვა ადგილას. ეხლა ძალიან საინტერესო არის ვაგნერის უკრაინაში მოღვაწეობა ამ დროს, რადგანაც ამ დროს უკვე დაიწყო შიდა დაპირისპირებები პრიგოჟინსა და თავდაცვის სამინისტროს შორის, განსაკუთრებით შოიგუსა და პრიგოჟინს შორის. როგორც ცნობილია, პრიგოჟინი ძალიან დიდი ხანი ითხოვდა, რომ მის დაჯგუფებებს რუსეთისგან მიიღო იარაღები, ანუ თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო იარაღები. ანუ აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ ფაქტს, რომ 2022 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და იგონა, რომ ეს იქნებოდა სამდღიანი თუ არა ძალიან ცოტახნიანი ოპერაცია. ამიტომ სამხედრო მობილიზაცია, რაც ზოგადად ხდება მაშინ, როდესაც ერთი ქვეყანა იჭრება მეორე ქვეყანაში და გეგმავს იქ გრძელვადიან რაღაც ოპერაციას, ასეთი სამხედრო სტარტის მობილიზაცია, სამხედრო ტექნიკური სტარტის მობილიზაცია რუსეთში 2022 წლის თებერვლამდე არ დაწყებულა, რადგან როგორც აღნიშნე, რუსეთს ეგონა, რომ ეს იქნებოდა საკმაოდ მოკლევადიანი ოპერაცია, რომ ისინი შეიჭრებოდნენ კიევში და ამყოფდნენ ზელენსკის მმართველობას, იქ დანიშნავდნენ რუსეთთან აფილირებულ რეჟიმს და ეს იქნებოდა. რა თქმა უნდა, ასე არ მოხდა და ომი უკვე მე-4 წელია, რაც გრძელდება. მესამე წელია, რაც გრძელდება. მაგრამ ხო, რადგან ეს თავდაპირველად რუსეთში შეიჭრა უკრაინაში და არ ჰქონდა ეს საჭირო სამხედრო მობილიზაცია, ამისთვის თავდაცვის სამინისტრო, რა თქმა უნდა, პრიორიტეტს აკეთებდა საკუთარ ჯარისკაცებზე და არა ვაგნერის პარამილიტარულ ჯგუფზე. ვაგნერმა, ამ დროს პრიგოჟინმა, როდესაც რუსეთი შეიჭრებოდა უკრაინაში, მანამდე პრიგოჟინი იყო აფრიკაში. და რა თქმა უნდა, პრიგოჟინს არ ჰქონდა და თვითონ ვაგნერის ჯგუფს არ ჰქონდა იმ სახის და იმ რაოდენობის სამხედრო ტექნიკა, რომელიც დავუშვათ მათ დაეხმარებოდათ უკრაინაში ყოფილიყონ რამდენიმე თვის განმავლობაში. ასე რომ, სწორედ ამიტომაც თხოვდა პრიგოჟინი თვეების განმავლობაში შოიგუსგან, რომ მისთვის სამხედრო დახმარება გამოეკვა, რაც ასე არ მოხდა. და თუ გახსოვთ, ეს იყო 2023 წლის მაისში, ანუ დაახლოებით 1 წლის შემდეგ, რაც უკვე ვაგნერი უკრაინაში იყო, პრიგოჟინმა ძალიან გაბრძებული ვიდეო ჩაწერა, სადაც თქვა, რომ თვითონ ძალიან დიდი გულისკივილი გამოთქვა იმაზე, რომ თავდაცვის სამინისტრომ პუტინს პირადად არ შეეხო, მაგრამ აღნიშნა, რომ შოიგუ და ასევე რუსეთის უსაფრთხოების და დაზვერვის სააგენტოები ისინი რუსებს უკრაინაში ხორცაკებად აგზავნიდნენ, რომ მათ არ ეხმარებოდნენ, არ აძლევდნენ საჭირო ტექნიკას და აღჭურვილობას და რომ ეს ყველაფერი იყო უსამართლო და ასევე მოითხოვა ისევ შოიგუსგან პირდაპირ, რომ მისთვის გამოეგზავნა სამხედრო ტექნიკა. რაც არ მოხდა და ამის შემდეგ უკვე ვიცით, რომ ვაგნერის დაჯგუფებები თვითონ რუსეთში აღმოჩნდნენ როსტოვ-დონში 2023 წლის ივნისში, რა თქმა უნდა, ეს იყო მხოლოდ ერთდღიანი ოპერაცია, თუ შეიძლება ამას ოპერაცია დაერქვას.
და მაშინ პრიგოჟინი ხელმძღვანელობდა ვაგნერის ჯგუფებს და მაშინ ამბობდა პრიგოჟინი პირდაპირ რომ ის მოსკოვისკენ მიწევდა რომ დალაპარაკებოდა შოიგუს და ომი წარემართად სწორად უკრაინაში. ნუ რა თქმა უნდა მოსკოვამდე მან ვერ მიაღწია და ჯარები ისევ უკან დააბრუნა აფრიკაში ვაგნერის ჯარები და 2023 წლის აგვისტოში უკვე ვიცით რომ ის თვითმფრინავი პრიგოჟინი იჯდა ვერ დაფრინდა და მგონი თუ არ ვცდები მგონი ჰაერში აფეთქდა თუ დაჯდომისას მოხდა თვითმფრინავის აფეთქება ზუსტად არ მახსოვს მაგრამ რა თქმა უნდა პრიგოჟინი და მასთან დაკავშირებული სხვა ცნობილი ვაგნერის სამხედროები პუტინმა მოიშორა. იმის შემდეგ უკვე რაც მოხდა პრიგოჟინის მოშორება თვითონ ვაგნერიც უნდა გარდაიქმნათ. ანუ რუსეთმა ისწავლა და პუტინმა ისწავლა ის გაკვეთილი, რომ მხოლოდ ერთი ადამიანისთვის ამხელა ძალაუფლება არ უნდა მიეცა. ანუ პრიგოჟინი მთლიანად აკონტროლებდა ვაგნერის ჯგუფს, მასთან დაკავშირებულ ჯარისკაცებს და ჰქონდა მათი ნდობა. ამიტომაც პუტინმა არ დაუშვა ის რომ მომავალში რომელიმე პარამილიტარულ დაჯგუფებას, რომელიც რუსეთში არსებობს, ყავდეს ახლა ძალიან ძლევამოსილი მმართველი, როგორც იყო პრიგოჟინი. ასე რომ მათ მოუწიათ ვაგნერის დაჯგუფების გარდაქმნა. ვაგნერი არ დაშლილა, დღემდე არსებობს, მაგრამ დაუშვათ სხვადასხვა კონტინენტზე მას სხვადასხვა მმართველი ჰყავს. არის თუ პრიგოჟინი ხელმძღვანელობდა ვაგნერის ყველა ოპერაციას. დღეს არსებობს უკვე ვაგნერის სხვადასხვა დაჯგუფებები. მაგალითად აფრიკაზე იმ დაჯგუფებას, რომელიც აფრიკაში ოპერირებს, ისევ მათ აფრიკის კორპუსი ეწოდათ. და ისევ იგივე საქმიანობას აგრძელებენ ზუსტად, როგორცაც ვაგნერი ახორციელებდა პრიგოჟინის დროს. უფრო სხვა გააფართოვეს კიდე თავიანთი ოპერაციები და უფრო სხვა ქვეყნებში შევიდნენ აფრიკის კონტინენტზე 2024 წლის იანვრის შემდეგ, მაგრამ აქ ერთი განსხვავება არის, ამ შემთხვევაში თვითონ ამ ჯარისკაცებს უკვე ამ პარამილიტარულ დაჯგუფებას ეს დაჯგუფება მთლიანად ემორჩილება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურებს, ანუ FSB-ს GRU-ს ამათ მთლიანად ემორჩილება დღეს არსებული აფრიკის კორპუსი. ასევე ამბობენ, რომ ეს პარამილიტარული დაჯგუფებებში არსებული ჯარისკაცები, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, რა თქმა უნდა, მათი მოშორება ასე არ უნდათ, ის როგორც პრიგოჟინი მოიშორეს, ისინი ჭირდებათ უკრაინაში და სხვა ადგილებში. ისინი ყავთ დავუშვათ სამხრეთ ამერიკაში, ასევე ყავთ უკრაინაში. თუმცა სხვა სახელი აქვს ამ დაჯგუფებს უკვე აღარ ხვიათ ვაგნერი, სხვა სახელის ქვეშ ფუნქციონირებენ და მთლიანად ემორჩილებიან თავდაცვის სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურებს. თუმცა ეს მოდელი, რომელიც არის ეს ძალაუფლების ეკონომიკის მოდელი, ეს არ გაუქმია რუსეთს, ეს დღემდე არსებობს, ანუ დღემდე იყენებს ამ პარამილიტარულ დაჯგუფებებს, რომ თავისი რაღაცა შავი საქმე და ინტერესები განახორციელოს კონკრეტულ ქვეყანაში. და ასევე იყენებს ამ plausible deniability-ის კონცეფციას, ანუ ისევ დავუშვათ ბევრ ქვეყანაში დავუშვათ რუსეთი დღემდე ამბობს, რომ არანაირი კავშირი არ გვაქვს არსებულ პარამილიტარულ დაჯგუფებებთან, მაგრამ რა თქმა უნდა ისინი იღებენ საკმაოდ დიდ ბენეფიტებს ამ პარამილიტარული დაჯგუფებების მეშვეობით. იქნება ეს ოქრო, იქნება ეს სხვა წიაღისეული, ამ ყველაფრის გადმოზიდვა დღემდე ხდება რუსეთში. ეს იყო სულ ჩემი პრეზენტაცია ვაგნერის ჯგუფთან დაკავშირებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და თუ რაიმე კითხვები გაქვთ, დიდი სიამოვნებით პასუხობ თქვენი კითხვებს. მადლობა თინა, ესეთი კარგი სტამბიცავი მოხსენებისათვის. ახლა მიმართო მე საზოგადოებას, ესე იგი ჯერ მოხსენების გარშემო შეკითხვები და მერე რა თქმა უნდა პასუხები და მერე შეიძლება გამოსვლაც იყოს. ხოვთ შეკითხვები თუ გაქვთ მოხსენების გარშემო.
თუ შეიძლება გარდა ამ დაჯგუფებისა ვაგნერის ხო არა რომელზეც მეტნაკლებად რაღაც ინფორმაცია ჰქონდა რაღაც დონეზე ინფორმაცია მაგრამ თუ ასეთი საცეცები ჰქონდა ამ ორგანიზაციას სხვადასხვა კონტინენტზე ნამდვილად ამ სახის ინფორმაცია მე პირადად არ მქონდა მადლობა ამისთვის გარდა ამ დაჯგუფებებისა არის ამ დაჯგუფებისა კიდევ ხომ არ არის რომელიმე ესეთი ორგანიზაცია, ესეთი დაჯგუფება, რომელიც ასევე ექვემდებარება რუსეთის თავდაცვის ძალებს და რომელთა საქმიანობაც სწორედ ეს არის რუსეთისთვის რუსული ეკონომიკის გაძლიერება. დაახლოებით რუსეთში არის 10-დან 20-მდე პარამილიტარული დაჯგუფება დღემდე. თუმცა ვაგნერი იყო ყველაზე ცნობილი მასშტაბის გამო. ანუ ყველაზე დიდი პარამილიტარული დაჯგუფება იყო, ყველაზე კარგად აღჭურვილი პარამილიტარული დაჯგუფება იყო, ყველაზე მეტად ჰქონდა კავშირები პუტინთან, მაგალითად ძალიან ცნობილი ფაქტია, რომ 2022 წლამდე ვაგნერს ჰქონდა თავისი ბაზა მოლკინოში, მოლკინო ეს არის კრასნოდარის მხარეში, ანუ ეს არის ადგილი, სადაც ასევე რუსეთის საკმაოდ ელიტარული დაჯგუფებები, ანუ ჯიარუს დაჯგუფება მაგალითად თავდაცვის სამინისტროს და ასევე რუსეთის დაზვერვის ჯარისკაცები ცხოვრობენ იქ და გადიან ტრენინგს და სწორედ ასეთ ჯარისკაცებთან გადიოდა ვაგნერი და ვაგნერის ჯარისკაცები გადიოდნენ ტრენინგს. ასე რომ უბრალოდ ყველაზე ცნობილი დაჯგუფება იყო ვაგნერი იმის გამო, რომ იყო ასეთი დიდი მასშტაბის და რა თქმა უნდა იმის გამო, რომ ასეთი მჭიდრო კავშირები ჰქონდა პუტინთან. მაგრამ რა თქმა უნდა სხვა დაჯგუფებებიც არსებობს დღემდე, უფრო მცირე მასშტაბის როგორც წესი, ასეთი ტიპის დაჯგუფებები უფრო სხვადასხვა უფრო მცირე მასშტაბის კლიენტებს ეხმარებიან თუ ვაგნერი და უბრალოდ სახელმწიფოებს უწევს რაღაცა კონკრეტული სახის მხარდაჭერას, სხვა პატარა უფრო მცირე დაჯგუფებები შეიძლება რაღაცა უფრო კომპანიებს უწევდნენ მხარდაჭერას, რაღაცა კომპანიების საფრთხებას უზრუნველყოფდნენ და ასე შემდეგ. თუმცა ისინი დღემდე არსებობენ, მაგრამ არ არიან ისეთი პოპულარულები, როგორიც უშუალოდ ვაგნერი იყო. მადლობა. მადლობა. კიდევ შეკითხვები? შეიძლება. დიახ, ქალბატონი მერი გაბედავა. უპირველესად მინდა თათულის ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ძალიან საინტერესო მოხსენებისათვის, იმიტომ რომ paramilitarisტული ძალების მეშვეობით და განსაკუთრებით ვაგნერის paramilitarisტული ძალების მეშვეობით რუსეთმა აფრიკის კონტინენტზე მნიშვნელოვნად გაამყარა თავისი პოზიციები. აი მე მაინტერესებს ჩინეთის დამოკიდებულება აი ამ paramilitarisტული ძალების მიმართ როგორი არის, იმიტომ რომ ჩინეთი არის ის სახელმწიფო, რომელსაც დღეს ერთ-ერთი ყველაზე მყარი პოზიციები აქვს იმაში, რა ქვია, აფრიკის წამყვან სახელმწიფოებში და ვაგნერის ისინი, რა ქვია, სამხედრო შენაერთები მე რამდენადაც ვიცი თუ არ ვცდები აკონტროლებდნენ იმის რა ქვია ბრილიანტე ალმასების წარმოებას და ასე შემდეგ ძალიან მსხვილ და ძალიან მნიშვნელოვან საწარმოებს აკონტროლებდნენ. აი აქ როგორ იყოფენ ჩინეთი და რუსეთი გავლენის სფეროებს? აი ოფიციალურად ჩვენ ვიცით რომ რუსეთი სწორედ ვაგნერის სახით იყო აფრიკაში წარმოდგენილი. და ამიტომ დღეს როგორ ხდება მათ შორის აი ამ იმის განაწილება ძალაუფლების? ოფიციალურად 2022 წლამდე ნუ ვაგნერი ისევ არსებობდა თავისი ამ სახელით. არსებობს წყაროები, რა თქმა უნდა ეს არ არის დადასტურებული და ამას მე დადასტურებულად ვერ ვიტყვი, მაგრამ არსებობდა წყაროები, რომლის მიხედვითაც ვაგნერის დაჯგუფებები არა მარტო რუსულ კომპანიებს, არამედ ჩინურ კომპანიებსაც უწევდნენ დაუშვათ მომსახურებას აფრიკის კონტინენტში სხვადასხვა ადგილას, უსაფრთხოების კუთხით, რა თქმა უნდა, ანუ იქ ჩინური კომპანია შევიდოდა, იმ ჩინურ კომპანიებს, რა თქმა უნდა, იმ ოქროს წარმოებაში იქნებოდა თუ ბრილიანტის წარმოებაში და ასე შემდეგ ჭირდებოდა უსაფრთხოება. აფრიკის ძალიან ბევრ ქვეყანაში არის ძალიან ბევრი დავშოთ საფრთხე ამ სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფებების მიერ და სწორედ მათ ასეთი ამ ჩინური კომპანიების მხარდაჭერასაც უზრუნველყოფდა ვაგნერი. ეს არის რა თქმა უნდა ანეკდოტური, ანუ არ არის რაღაცა დაზუსტებული წყაროები, მაგრამ არსებობს ძალიან ბევრი ჟურნალისტური გამოძიება ამ თემაზე, სადაც ბევრი ჟურნალისტი ამასაც უსვამდა ხაზს.
გარდა ამისა, ის უნდა აღინიშნოს, რომ რაც ასევე მე თქვენს სწორად აღნიშნეთ, რომ თვითონ ვაგნერმა საკმაოდ გაიმყარა თავისი კავშირები და რუსეთის კავშირები გაამყარა აფრიკის კონტინენტზე. და ისიც რომ როდესაც რუსეთი აფრიკის კონტინენტზე ანუ აფრიკასთან კონტაქტი ფაქტიურად ისევ საბჭოთა კავშირის დაცვის შემდეგ განამტკიცა 2019 წლიდან. ისინი რუსეთი რასაც ამბობდა, პუტინი რასაც ამბობდა იყო, რომ ჩვენ განსხვავდებით დასავლეთისგან, რადგან ჩვენ არ ვართ ძალა, რომელიც არის იმპერიალისტური ძალა, არ ვართ, ანუ ჩვენ არ ვართ ძალა, რომელიც ოდესმე იპყრობდა და ექსპლუატაციას ახორციელებდა სხვადასხვა აფრიკის სხვადასხვა ქვეყნის და ასე რომ ჩვენ ვართ თქვენი პარტნიორები დასავლეთისგან განსხვავებით. ანუ ეს იყო პუტინის ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი ფრაზა, რომელიც 2019 წელს მან წარმოთქვა, როდესაც პირველად უმასპინძლა კონფერენციას აფრიკის სხვა ქვეყნებს და რუსეთს შორის. ანუ ამით რატო გავუსვით ხაზი? იმიტომ რომ პუტინმა რა თქმა უნდა მოიტყუა ძალიან რასაც ვაგნერი ახორციელებს ბევრ აფრიკის ქვეყანაში არის ექსპლუატაცია და სწორედ რასაც ჩინეთი ახორციელებს ასევე აფრიკის ბევრ ქვეყანაში არის ექსპლუატაცია იქაური რესურსების, იქაური ძალების. ცნობილი ფაქტია, რომ ვაგნერმა როდესაც მიიღო დაუშვათ ექსკლუზიური უფლება სხვადასხვა ქარხნების ან საბადოების დამუშავებაზე, ის საბადოები იქ ეკუთვნოდა კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ მოსახლეობას, რომელსაც ჩამოერთვათ უფლება, რომ დაუშვათ აწარმოონ ოქრო, აწარმოონ დაუშვათ რკინა და ამის ექსკლუზიური უფლება მიიღო ვაგნერმა, მიიღო რუსეთმა, მიიღო ჩინეთმა. ამ ეტაპზე ჩემი აზრით ვაგნერი და ეხმარება ჩინეთს, რომ საკუთარი ეკონომიკური ინტერესები განახორციელოს და ამით ასევე ხელი-ხელბას პრინციპის საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებსაც ახორციელებს. მაგრამ ამერიკის პოზიცია როგორი იქნება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ აფრიკის მიმართ განსაკუთრებული ინტერესები აქვს ასევე ამერიკასაც. ახლა თუ რუსეთი ვაგნერის და პარამილიტარისტული ძალების მეშვეობით შევიდა იქ და ფეხი მოიკიდა, ამერიკა საკმაოდ დიდი ხანია იქ ფეხი მოკიდებულია და სხვა დასავლეთ ევროპული სახელმწიფოები, განსაკუთრებით ბრიტანეთი. აი ამათ შორის ბალანსს როგორ არეგულირებს კრემლი? ერთი ეს მაინტერესებდა და მეორეს ერთი ჩვენ ვიცით, რომ სირიასაც ეხმარებოდა რუსეთი, იქ საკმაოდ დიდი რაოდენობით სამხედრო შენერთები ყავდათ, რომელთა მეშვეობითაც ისინი ბაშარ ასადის რეჟიმს იცავდნენ, ხო? დღეს ამ პარამილიტარისტულ ძალებს რა ბედი ეწიათ? იმიტომ რომ ხა როგორც ვიცით, ჯერჯერობით რუსეთმა ურთიერთობები ახალ ხელისუფლებასთან ვერ დაალაგა. მიუხედავად ძალიან დიდი მცდელობისა. და მე მაქვს თურქეთის საინფორმაციო წყაროებიდან ინფორმაცია, რომ ეს სამხედრო შენაერთები, პარამილიტარისტული ძალები არასისტემურად გამოვიდნენ და დატოვეს რაღაცა მომენტში სირიის ტერიტორია. ეხლა სად დისლოცირდებიან ისინი და რა როლს ასრულებენ სირიის პოლიტიკაში? სირიას რაც შეეხება, კი, ძალიან ქაოტურად დატოვა რუსეთის შენაერთება სირია, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ამ ეტაპში როდესაც უკრაინაში არის რუსეთი ჩართული, მთლიანეთის პრიორიტეტი არის უკრაინა და არა დავუშვათ კონფლიქტების სხვა ქვეყნებში. ამიტომ საკმაოდ ქაოტურად მოუწია ვაგნერის ჯარისკაცები იქნებოდნენ თუ რუსეთის ოფიციალური თავდაცვის სამინისტროს სამხედროები, მათ მოუწიათ დატოვება ქაოტურად სირიის, ისე რომ თვითონ დასავლელ ანალიტიკოსებსაც, ვინც ამ თემას იკვლევენ, ძალიან გაუკვირდათ, რომ ასე ქაოტურად მოხდა ეს ყველაფერი. რუსეთს აქვს სამხედროებაზე, ორი სამხედროებაზე აქვს შეერთებული სირიაში. ეხლა მუშაობენ მე როგორც აღნიშნეთ იმაზე, რომ ამ სამხედრო ბაზაზე ისევ წვდომა ჰქონდეთ, მაგრამ თუ სირიაში ეს არ გამოვა, ასევე განიხილავენ იმას, რომ დავუშვათ ეს სამხედრო ბაზები უკვე დაარსონ ლიბიაში. ანუ გენერალი ჰაფტარის იმ ნაწილს ლიბიაში, რომელსაც გენერალი ჰაფტარი აკონტროლებს, როგორც ჩემს პრეზენტაციაში აღნიშნე.
თუმცა რა თქმა უნდა ეს იქნება დაკავშირებული ძალიან ბევრ ფინანსებთან, იმიტომ რომ სირიაში მას კონკრეტული ინფრასტრუქტურა ჰქონდათ, ისეთივე ინფრასტრუქტურის გაკეთება ლიბიაში შეიძლება რაღაცა ამან წაიღოს. ასე რომ ამაზე მიდის მსჯელობა, მაგრამ კონკრეტულ ამ ეტაპზე ასე ხარ ცნობილი არ არის რა სახის დავუშვათ რაღაცა ძვრები არის ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა ერთ ვარიანტად ლიბია განიხილებოდა არაფერი სიახლე არ არის შერჯურებით, როცა იქნება ამაზე ალბათ რაღაცას დავწერთ ჩვენი ორგანიზაცია. ამიტომ ამ თემასაც ვაკვირდებით. რაც შეეხება ამერიკის და სხვა დასავლური სახელმწიფოების ინტერესებს, აფრიკაში ჩემი აზრით შესაძლებელი არის. აი თუნდაც ამერიკის გარდა საფრანგეთი იყო ძალიან აქტიურად ჩართული სხვადასხვა ქვეყანაში აფრიკაში, ამ ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, ლიბიაში, სუდანში და ასე შემდეგ. მათ მოუწიეთ არა დატოვეს ეს ტერიტორიები თავისი ნებით, რაღაც 2000-იანი წლების რაღაც შუაგულში მგონი 2010 ან ქართულად პრეზენტაციის გაკეთება დამავიწყდა ამასობაში ესეც აღმოაჩინე. ანუ შუა 2015 წლიდან და ასე შემდეგ დატოვეს მათ უკვე ეს აფრიკის სხვადასხვა ქვეყნები, რადგან მათთვის უკვე აღარ არის პრიორიტეტული რომ დაუშვათ სამხედრო კუთხით ჰქონდეს ინტერვენცია აფრიკაში და ისინი უფრო მეტად ამ ეტაპზე ამერიკა იქნება, საფრანგეთი იქნება თუ ბრიტანეთი უფრო მეტად ყურადღებას ამახვილებენ აი დიდ ქვეყნებზე და დიდარ ქვეყნებზე აფრიკაში, რომელიც უფრო მეტად სტაბილური არის, აი მაგალითად სამხრეთ აფრიკა, ხო? და ასე შემდეგ, ანუ ისეთ ქვეყნებში, რომელიც სადაც ჯერ კიდევ რაოდენობით კონფლიქტები ბრძინვარებს, იქნება ეს ლიბია, იქნება ეს სუდანი, იქნება ეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ასეთ ქვეყნებში უკვე დიდად არ ერევიან, იმიტომ რომ ამბობენ, რომ ეს არ არის ჩვენი ეროვნული ინტერესები ამ ეტაპზე და ანუ ჩვენი ხარჯმიდა. ნიგერიასთან. ნიგერიასთან აქვს ნორმალური ურთიერთობა აქვს, მაგრამ ნიგერიაში როგორც ასეთი ვაგნერი არ არის. ვაგნერი იყო ნაიჯერ, ანუ მეორე ქართულად როგორიც არის ნიგერის იაპონი, ხო? ნიგერი. ხო, ნიგერში არის ვაგნერი 2024 წლის იანვრიდან შევიდნენ მაგალითად იქ. ვაგნერი რა აფრიკის კორპუსი, ხა ასე ქვია. მაგრამ იგივე ვაგნერია, მაგრამ ასევე ნიგერიც არის ქვეყანა, სადაც ძალიან ბევრი კონფლიქტია. და ნიგერიაში რაც შეეხება, იქ ასე აქტიურად დიდად არ არის ვაგნერი ჩართული ამ ეტაპზე. მადლობა. მადლობა. ბატონ ილია თამხელიძე პროფესორი. ძალიან დიდი მადლობა ასეთი ამომწურავი ინფორმაციისთვის, ჩემთვის აბსოლუტურად ახალი ინფორმაცია იყო და დიდი მადლობა ქალბატონო თინა, მაგრამ ეხლა მე მინდა ხომ არ არის რაიმე მონაცემები, რომ ეს დაჯგუფებები საქართველოში ატარებენ თავიანთ ინტერესებს. ვინმეს ანიცავენ, ან რამე ფირმას ლობირებენ და ასე ეგაა ჩვენთვის ყველაზე აქტუალური. და რატო არა ეს ცნობილი ფართო საზოგადოების. დიდი მადლობა ბატონო ილია ამ კითხვისთვის. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი თუ ვაგნერი ან რომელიმე სხვა პარამილიტარული დაჯგუფება ოპერირებს საქართველოში, არ ვიცით. ერთი იმიტომ რომ არანაირი გამოძიება ამაზე არ არის ჩატარებული. ამ ეტაპზე და შესაბამისად არც ვერც მეწოდინება. მეორე, მაგრამ ანუ თავიდან როგორც ვახსენე პრეზიდენტის დასაწყისში 2008 წელს მაგალითად ერთ-ერთი პარამილიტარული დაჯგუფება მაშინ ვაგნერი არ იყო, მაშინ იყო ანტიტერორი ასე ერქვა, მაგალითად ოსების მხარეს იბრძოდნენ. ანუ აფხაზეთში და სამაჩაბლოში ამ ეტაპზე შეიძლება იყოს ეს პარამილიტარული დაჯგუფები არ გამომიცხავ, რომ დავუშვათ ისინი მან დღემდე იყვნენ, ან რაღაც დანაყოფები მაინც იყოს მან. სხვა ტერიტორიებზე, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ამ ეტაპზე არაფერი არ ფიქსირდება, უფრო მეტად როგორც წესი ასეთ დაჯგუფებებს უშვებენ ისეთ ტერიტორიებზე, რომელსაც სხვადასხვა დავუშვათ სეპარატისტები აკონტროლებენ. ხო, მაგრამ სხვა კომენტარს ეს უბრალოდ ხო, ეს მადლობა. შეკითხვები ხო არა აქვს ვინმეს? ბატონო მალხაზ, ბატონო გია, ვთხოვთ, რამე შეკითხვა ხო არა გაქვს? მოგესალმებით ბატონო თემურ, მოგესალმებით. მალხაზ პატარაია პოლიტიკოსი. მადლობა მოწვევისთვის.
საინტერესო მოხსენება იყო. თუ არ მომესმა, თუ სწორად გავიგე, ასე ვთქვათ, ესე იგი ეს დაჯგუფებები, ამ დაჯგუფებებს კავშირი ჰქონდათ აფხაზეთის ომთანაც, თუ სწორად გავიგე. ამავე დროს, ესე იგი, მოხსენებულმა თქვა, რომ პირველი დაჯგუფება შეიქმნა 1998 წელს, ანტიტერორი ხო და 8 წელს. 98 გავიგე. 98 წელია, დიახ. ხო, აფხაზეთის სამები იყო 12-13 წლებში და ეგ ან მაშინ რაც თქვით დასაწყისში და ბოდიშვიხის თუ რაღაცა კარგად თქვა გასაგებად არ გამომივიდა, მაშინ ანუ აფხაზეთის ომში იქნება ტრანსნისტრიაში, იქნება სხვა დავსვათ ოსეთში თუ ჩეჩნეთში და ასე შემდეგ 90-იანი წლების დასაწყისში ვინც იღებდა მონაწილეობას იმ სამხედროებმა დააარსეს შემდეგ სხვა პარამილიტარული დაჯგუფებები. აი ამის თქმა მინდოდა. ანუ იყო 92 წელს დაარსეს თუ აფხაზეთში იყო, შემდეგ 98 წელს ან გამოცდილებით დააარსეს ეს პარამილიტარული დაჯგუფებები, როგორც ცნობილია ეს სამხედროები, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ესე იგი ვინც აფხაზეთში იყო, შემდეგ დააარსეს, აი ვინაობა თუ არის ცნობილი მათი თქვათ სამხედრო ჩინი და ასე შემდეგ, თანამდებობა, რას აკეთებდნენ აფხაზეთში? ჩემთვის ასე კონკრეტულად სახელები არ არის ცნობილი, როდესაც ამაზე თავიდან ვაკეთებდი კვლევას, მაშინ კი წავიკითხე მათი მემუარები, სადაც იყო ნახსენები, რომ დავუშვათ ეს სამხედროები, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას ამ სხვადასხვა კონფლიქტებში 90-იან წლებში, შემდეგ უკვე მათ შეძლეს რომ დაესწრებინათ ასეთი პარამილიტარული ორგანიზაციები. მაგრამ კონკრეტული სახელი ამ ეტაპზე რომ გითხრათ, ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ კი მათი მემუარებიდან გამომდინარე ასე მოხდა. ეს მემუარები მაშინ ხელმისაწვდომია ელექტრონულად? კი, უნდა დიახ, ეს ჩემს თვითონ უნდა ვნახო ჩემი თეზისი, რომელიც დავწერე სამაგისტრო, იქ მაქვს ეს ყველაფერი და შემიძლია გამოგიგზავნოთ. ხო, ეს ძალიან საინტერესო იქნება ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ სწორედ ამ ფაქტებს ვიკვლევთ, ოღონდ აფხაზეთთან დაკავშირებით, რომელი სამხედროები მონაწილეობდნენ, ჩვენ ძალიან გვაინტერესებს ვინაობები მათი და ნებისმიერი მითითება რომელიც მათ მონაწილეობას ადასტურებენ აფხაზეთში. კარგით. მადლობა, ქალბატონ მერი. ჩათული მინდა აი უშუალოდ მეგობარებთან დაკავშირებით გკითხოთ თქვენ როგორც კონგრესის თანამშრომელი რამდენად ხართ ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება ამ აქტის ბედი განვითარდეს იმიტომ რომ ესეთ манипуляციები ამ სენატის იმასთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში მიმდინარეობს თქვენი ორგანიზაციას სწავლობს თუ არა ეხლა ამ ეტაპზე რუსეთის გავლენებს მიმდინარე პროცესებზე, იმიტომ რომ ბატონმა თემურმა ახსენა, რომ ხდება ხელმოწერების შეგროვება და ეს რეალურად მიმდინარე ფაქტია, რომლითაც დღის წესრიგში უნდათ დასვან საკითხი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ. აი და თქვენი ორგანიზაცია აი ამ საკითხს საქართველოში ეხლა ამ ეტაპზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე რუსეთის გავლენას და მათ ინფილტრაციას რამდენად შეისწავლის და მეგობარი აქტის ბედი. რას უნდა ველოდოთ სენატისაგან? ეს რას უნდა ველოდოთ იმას რომ ვიწყებ არ ვიცი მეც რომ მეგობარი აქტის ბეйтს ასე აქტიურად ვერ ვადენებ თვალყურს თუმცა არიან სხვა ქართველები აქ ვინც უშუალოდ კონგრესის საქმიანობას ადევნებენ თვალყურს და ისინი აღნიშნავენ და იმედოვნებენ რომ სენატის ამ აქტს დამტკიცებს და შემდეგ უკვე პრეზიდენტი ამას ხელს მოაწყებს ანუ ამის არის ამის მოლოდინი რომ ზუსტად ეს ასე მოხდება მაგრამ რამდენ ხანში მოხდება არ ვიცი იმიტომ რომ სენატს თავისი განრიგი აქვს და სენატმა უნდა განიხილოს ეს მეგობარი აქტი შემდეგ თუ რაიმე ცვლილებებს შეიტანს იქ ცვლილებები უნდა გადაიგზავნოს ისევ ჰაუს რომელიც ასევე განიხილავს და შემდეგ ამას დროში გაიწევოს იმიტომ რომ ბიუროკრატიული პროცესი არის მაგრამ იმედოვნებენ რომ ეს აქტი დამტკიცდება და ამ აქტს საქართველოში ზოგადად საქართველოს თემას ეს არ არის ამერიკაში რაღაცა პოლიტიკური და დაძაბულობის საკითხი როგორიც შეიძლება იყოს
უკრაინამ საქართველოში საქართველოს დემოკრატიას მხარს უჭერს როგორც ამერიკელი დემოკრატები, ასევე ამერიკელი რესპუბლიკელები. ამიტომაც გგონია, რომ ამიტომაც არის ის მოლოდინი, რომ დავხსნით სენატიც დაამტკიცებს ამ აქტს, თუმცა მე როგორც აღნიშნე, ამას ასე აქტიურად ვერ შევისწავლე, კონგრესის თემებს მე აქტიურად ავსწავლობ და ამიტომ, რა თქმა უნდა, მე ის არ გამეგება, მაგრამ აი სხვა ქართველები ანიჩხიკვაძე და ასე შემდეგ, ვინც არიან აქ, მათ ბევრჯერ აქვს მგონი სხვადასხვა ტელევიზიებში ამ თემაზე ნასაუბრები. და ისინიც დისიდან აკეთებენ ამ ყველაფერზე მოხსენებებს, როგორც წესი. მეორე კითხვას რაც შეეხება მგონი რუსეთის ინფილტრაცია რუსეთის საქართველოს პოლიტიკაში და ხელმოწერები და ასე შემდეგ, რომ მოხდეს საქართველოს რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. კი, ამასაც მე სამწუხაროდ ვერ ვადენებ ახლა სხვა ყურს, მე თვითონ რასაც ვსწავლობ ჩემს კვლევით ორგანიზაციაში არის არა სამწუხაროდ სამხრეთ კავკასია, არამედ არის რუსეთის მილიტარული ასპექტები, ანუ რუსეთის სამხედრო პოლიტიკა და რუსეთის კავშირები ამ ეგრეთ წოდებული გლობალური სამხრეთის ქვეყნებთან, როგორც იქნება ინდოეთი, როგორც არის აფრიკის კონტინენტი, როგორც არის ჩინეთი და ასე შემდეგ. ეს არის ის თემები, რომელსაც ამ ეტაპზე აქტიურად შევისწავლი. საქართველოში ინფილტრაციას რაც შეეხება, ეს რა თქმა უნდა ბატონი თემური და ალბათ თქვენ უფრო მეტად გეცოდინებათ ეს თემები და უფრო აქტიურად აზროვნებთ ხალხს, ვიდრე მე სამწუხაროდ. თუმცა მომავალში იმედია შეიძლება ამ თემაზეც კონცენტრირდე უბრალოდ ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ინტერესის საგანი არის რუსეთის ურთიერთობა ჩინეთთან და ინდოეთთან და ანუ ამ რაღაცა გლობალური სამხრეთის წევრებთან. მადლობა. სხვა შეკითხვა ხო არ არის ბატონ გია კვაშილავანსხები? ალბათ გულნას ხუხვა. მოკლედ გავაცებული დავჭი ამ ახალგაზრდა გოგონას ამ რანგის, ამ სიმაღლის და ამ სიღრმის ყველაზე აქტუალური საკითხი ასე დააყენა დღის წესრიგში და არაჩვეულებრივად გართვა თავი. მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს ასეთი. აი პარამილიტარული დაჯგუფება აკეთებს ამას ყველაფერს ასე გავიგებთ. და ის იმ ქვეყნებს, საიდანაც არიან ესენი, ხო ყავთ ხელისუფლება, სახელმწიფო, საზოგადოება და აი მათთან რა კავშირია, აი ერთმანეთთან რა კავშირია ამ უბედურებების დატრიალებაში. როგორც წესი ამ დაჯგუფებებს ქირაობს იქაური სახელმწიფო და ანუ იქაური მთავრობა. ასე ხდება ხოლმე. კი. სხვა გამოსავალი როგორც წესი ხანდახან არ აქვს, მაგალითად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, რომელზეც ვისაუბრე, სხვა არცერთი ქვეყანა არ თავაზობდა დახმარებას ჯგუფთან გამკლავებაში და რუსეთი იყო ესეთი ქვეყანა, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ ჩვენ კი დაგეხმარებით. რა თქმა უნდა, იქ ბევრი კანონის დარღვევით მოხდა ეს ყველაფერი, საერთაშორისო კანონის დარღვევით, თუმცა რუსეთი თვითონ ამბობს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას აქვს ეგრე თქვენ, რომ ჩვენ სხვა არავინ არ დაგვეხმარა და ამიტომ რუსეთის დახმარება მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ არის რა თქმა უნდა დაფუძნებული ექსპლუატაციაზე, როგორც აღნიშნე. ასე რომ ცოტა ისეთი თემა არის ეს როგორც ყოველთვის საკამათო თემა არის, კი. გენიადა. თქვენ სასაქსი რომ ეს ამაკაცური თემა ასე გაშიფრეთ, გილოცავ ჯერჯერდასო და წარმატებებს გისურვებ. მადლობა, ბატონ გია, ხო არა გაქვს შეკითხვა, გია კვაშილავა. არა, შეკითხვა არა მაქვს, საინტერესო იყო მოხსენება და წარმატებას ვუსურვებ. მაშინ კარგით, მე გამოსვლა იქნება. თინა, მე რამოდენიმე შეკითხვა მაქვს თქვენი მოხსენების გარშემო. თქვენ ბრძანეთ, რომ ვაგნერი შეიქმნა 13 წელს. როგორ ფიქრობთ თქვენ? უკვე 13 წელს ეტყობა პუტინს და მის, ესე იგი, ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსებს ჩაფიქრებული ქონდა ყირიმის ანექსია და 14 წელს ჩვენ პირდაპირ ეთერით უყურებდით ეგრეთ წოდებული მწვანე კაცუნები. ხომ არ იყო იქ ვაგნერის დაჯგუფება? ეს პირველი შეკითხვა.
სავარაუდოდ კი, მწვანე კაცუნებში ვაგნერის დაჯგუფება შედიოდა. ანუ მაშინ როგორც წესი ეს ვაგნერი მგონი არ ერქვათ, ან შეიძლება უკვე ერქვათ, მაგრამ ჯერჯერობით არ იყო ასე აქტიურად, მათზე საერთოდ არ იცოდა ხალხმა ვაგნერი რა იყო, ხო? 2013-2014 წლებში. სავარაუდოდ კი, ზოგადად ასე არის ნაგულისხმები, რომ მაშინ ეს დაჯგუფებები შევიდნენ ყირიმშიც და დონბასშიც. ხო, მადლობა. ახლა კიდევ მეორე საკითხი, როგორც აქ სწორად აღინიშნა თქვენს მიერ და ასე ქალბატონ მერის, ფაქტიურად აფრიკის კონტინენტი ამ ეტაპზე და დიდი ხანია მე მგონი უკვე ამერიკის და ევროპის ესე იგი ნაკლებად ყურადღების ქვეშ არის და ამას ითვისებს რუსეთი და ჩინეთი. ახლა მე და ბატონი ილიკოვს სწავლობდით მოსკოვში და ჩვენ იქ მოსკოვის უნივერსიტეტში, მაგრამ პარალელურად იყო ეგრეთ წოდებული უნივერსიტეტი უდენი, უნივერსიტეტ დრუჟბი ნაროდov, სადაც რუსები ამზადებდნენ აფრიკისთვის, მათ შორის პატრիս ლუმუმბას სახელობის მომავალ პოლიტიკოსებს. ყველა ისინი ცხადია იყო რუსეთის აგენტები და შესაბამისად ის პოლიტიკა რუსების მაშინ იყო, რომ ყველგან, სადაც შეძლებენ აფრიკაში დაესვა თავისი კაცები. პირველი პირები და მათ გარშემო უკვე პოლიტიკა ესე იგი აწარმოებდა. ახლა აი ბოლო დროს რუსეთის აი ამ ჯგუფის მათ შორის ვაგნერი და შესაძლებელია სხვას აფრიკაში ოპერირება განპირობებული არის პირველი ამოქაჩოს იქიდან ოქრო, ურანი და შემდეგ თუ კიდევ ვთქვათ რუსეთის მომხრე ჩინეთი მათი თქვა ჩინეთი ხო ბანკები შედის იქ და ითვისებს ფაქტურად აფრიკას და მათ გაუკეთეს ესე იგი სამხედრო ესე იგი ხარდაჭერა. აი როგორ ფიქრობთ თქვენ ძირითადად ორივე ეს აქტორი მუშაობს ამ თვალსაზრისით, ხო? დიდი მადლობა ბატონო თემურ ამ კითხვისთვის. კი, თქვენ სწორად აღნიშნეთ, მეორე ფაქტორი, ერთი ფაქტორი არის ეს გეოეკონომიკური და ფინანსური დაუშვათ რაღაცა ინტერესები და მეორე არის გეოპოლიტიკური ინტერესები. ეს მე დამავიწყდა რომ მე თქვა ჩემს პრეზენტაციაში, მაგრამ ანუ თვითონ ვაგნერის წარმომადგენლები, ბევრი დაუშვათ გენერალი იქნება თუ ასე შემდეგ, ასევე სხვადასხვა ამ თავრობის წევრებს იმ ქვეყნებში, სადაც არიან აფრიკაში, უწევენ ასევე, ასე ქვია, მრჩეველის პოზიციაც კი აქვთ, ასე რომ ვთქვათ. ანუ სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა მართვის საქმეშიც ასევე იღებენ მონაწილეობას. ანუ ეს ძალიან საინტერესო ფაქტია, ხო? რომ ეს ხდება, ანუ მრჩევლებადაც კი არიან დანიშნული, განსაკუთრებით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ხდება ეს. ასე რომ კი მომავალში რა თქმა უნდა შეიძლება ეს დაუშვათ რაღაცა საკუთარი ბლოკის ჩინეთისა და რუსეთის ბლოკის შექმნას დაეხმაროს ეს ფაქტი. მაგრამ ხო, მაგრამ ჯერჯერობით აქვს ეს რაღაცა მრჩევლების პოზიცია. ასევე ზოგადად ასე ხოლმე გააჩნია რუსეთს ყავს ასევე რაღაცა როგორც ასეთი ელჩი სტატუსად არ აქვს. აი რაღაცა სპეციალური special envoy, რაღაცა წარმომადგენელი სტატუსი აქვთ ხოლმე და ანუ ყავს სპეციალური მრჩევლები რუსეთიდან, რომელიც ხშირად მგზავრობენ ამ ქვეყნებში, სადაც ვაგნერი და სხვადასხვა პარალამენტარული დაჯგუფებები არიან და იქ ხდებიან იქაური დაუშვათ თავრობის წარმომადგენლები. აი ერთ-ერთი მაგალითად არის ქეთათოფურიას ქმარი, რომელსაც რა ქვია არ ვიცი, მაგრამ ისიც არის აფრიკის სპეციალური წარმომადგენელი არის მაგალითად, რომელიც იქ რუსეთის ინტერესების გატარებას ემსახურება ის კაცი. და ასე შემდეგ. მაგრამ კი, ანუ ესეთი საინტერესო ფაქტორი ის არის და ამიტომაც განსხვავდება რუსული პარალამენტარული დაჯგუფებები დასავლურისგან, ის არის რომ ისინი ასე მრჩევლებად ნიშნებიან იქაური დაუშვათ იმ სახელმწიფოებში, სადაც შედიან. მადლობა. კიდევ ერთი შეკითხვა. ესე იგი, გასაგებია ისეთ ქვეყნებში, როგორც კონტინენტზე, როგორც აფრიკა, ალბათ სამხრეთ აფრიკის გამოკლებოთ ის ქვეყანა მაინც რუსებს, რადგანაც მართლაც იქ სიტუაცია ხშირ შემთხვევაში არეულია, შეუძლიათ იქ პირდაპირ ექსპორტი გააკეთონ, ესე იგი, სამხედრო დაჯგუფებების, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი, რა თქმა უნდა,
ფიქრობს, რომ უკრაინის შემდეგ, ну, ყოველ შემთხვევაში თავის იმაზე, რომ მერე მიხედოს, ვთქვათ, ბალტიისპირას, პოლონიას შემდეგ, და ამ ქვეყნებში, რა თქმა უნდა, მათ იმ ტერიტორიაზე უკრაინის ნაწილის დაპყრობის გარდა უჭირს, ალბათ ცალკე ოფიციალური სამხედრო დაჯგუფებების, ну, ჯარის გარდა, მათაც თავის ტერიტორიაზე ეყოლებათ კიდევ რამოდენიმე გამზადებული მომავალში ექსპორტისთვის ესეთი ძალები. როგორ ფიქრობთ თქვენ? თვითონ უშუალოდ რუსეთში. რომელიც არ არიან სამხედრო ოფიციალურ ჯარში. ანუ სავარაუდოდ კი, სხვათა შორის ბატონეთებურ თუ დაუშვათ ეს პარამილიტარული დაჯგუფებები თავიდან როდესაც შეიქმნა 90-იანი წლების ბოლოს, შეიქმნა ზუსტად იმ სამხედროებისგან, საბჭოთა სამხედროებისგან, რომლებიც ასე დარჩნენ, ვეტერანები იყვნენ და ასე უცბად სამსახურის გარეშე, ხელსაძის გარეშე დარჩნენ, ხო? ასეთივე რაღაცას ვარაუდებენ ეხლაც რომ მოხდება 2022 წლის შემდეგ რუსეთში იმდენი სამხედრო ვეტერანი დაუშვათ შეიქმნა, ანუ ვინც მიიღო თავად უკრაინის ომში მონაწილეობა, ვინც მიჩვეულია იმას რომ ისინი იღებენ $100,000 ყოველთვიურად შემოსავალს, რა თქმა უნდა ისინიც მომავალში როდესაც ასე დამთავრდება ხო ეს ომი ასე თუ გვიან და რაღაცა სამსახურის გარეშე დარჩებიან, სწორედ განიხილებიან ეს ადამიანები მომავალში ამ სხვადასხვა პარამილიტარული დაჯგუფებების წევრება. ჯერჯერობით არ მომხდარა ეს, მაგრამ მომავალში თქვა რასაც ამბობთ, კი, ეს არის ვარაუდი, რომ ეს ადამიანები, ანუ ვინც რუსეთში, უკრაინაში იბრძოლეს ამდენი ხანი და შემდეგ უკვე დარჩებიან ამხელა გამოცდილებით, აუცილებლად მათ რუსეთი მომავალში გამოიყენებს სხვადასხვა კონფლიქტში. ამიტომაც არის ხოლმე, როდესაც დაუშვათ ამერიკაში ხანდახან ფიქრობენ, რომ მათი გრძელვადიანი ასეთი პრობლემა არის ჩინეთი და არა რუსეთი. თქვენ ყოველთვის ვთქვით იმის ხაზგასმას, რომ არა, მხოლოდ ჩინეთი არ არის თქვენი გრძელვადიანი პრობლემა, რუსეთით აუცილებლად დასჭება ამერიკის და ზოგადად დასავლური დემოკრატიული სამყაროს გრძელვადიან პრობლემას. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ აუცილებლად მოახერხეს იმ ცოდნის და გამოცდილების გამოყენებას, რომელიც მოიპოვა მან უკრაინაში, იქნება ეს ტექნიკური, სამხედრო და ასე შემდეგ და მას აუცილებლად სხვა ქვეყნებშიც მომავალში გამოიყენებს. სამწუხაროდ. მადლობა. რა თქმა უნდა, კიდევ საბედნიეროდ რუსეთის ეკონომიკა სუსტია და მსოფლიოს GDP-ში 2%-ზე დაახლოებით ტაივანის დონის არის, მაგრამ ბუნებრივია მიუხედავად ამ დაბალი დონის ეკონომიკისა, ისინი რა თქმა უნდა ფულს არ ზოგავენ ასეთი ტიპის დაჯგუფებისთვის, რადგანაც მათი არსებობის წყარო ჟანგბადი არის მუდმივი ომების და ესე იგი სამხედრო ოპერაციების ექსპორტი, რათა დიდხანს შეინარჩუნონ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელიც კრემლში არის მოკალათებული. დიახ. თვითონ რუსეთი უკვე როგორც ცნობილია, ეს უკაცრავად რომ გაგატყობინეთ, რუსეთი უფრო ნაკლებად აფინანსებს ამ დაჯგუფებებს. ეს დაჯგუფებები იღებენ შემოსავალს იმ ქვეყნებიდან, სადაც ისინი არიან და შემდეგ უფრო მეტ უგზავნიან რუსეთს. ანუ ასეთი პრინციპით მოქმედებს, ანუ თვითონაც იღებენ ბენეფიტებს, მაგრამ ასევე სხვა ბენეფიტებს უგზავნიან ამ ოქროს ბრილიანტებს, ასე შემდეგ უგზავნიან თვითონ რუსეთს. ეკონომიკას რუსეთით რაც შეეხება, მე ასე აქტიურად არ შევიწოდე, მაგრამ ჩვენ ეხლა მალე გამოვიქვეყნეთ ნაშრომს უწოდ რუსეთის ომის ეკონომიკასთან დაკავშირებით. ანუ მაინც ასე თუ ისე კი არის, რუსეთის ეკონომიკა არ არის ისე ძლიერი როგორც დასავლური სამყაროში, თუმცა ამ ეგრეთ წოდებული მილიტარული კეინზიანიზმი, რაც თქვენ აღნიშნეთ, ანუ რა არის მილიტარული კეინზიანიზმი არის, შემოსავლის მიღება ამ სამხედრო ოპერაციებიდან, ამ დაუშვათ რაღაცა მილიტარული, ანუ სამხედროში, სამხედრო სექტორში რაღაცა ფულის ჩადებისგან, ამ ყველაფრის მეშვეობით ახორციელებს რუსეთი იმას, რომ დაუშვათ მისი ეკონომიკა არ ჩამოინგრა და კიდევ შეუძლია დაუშვათ უკრაინაში განახორციელოს ომი რამდენიმე წლის განმავლობაში. ანუ ეს მილიტარული კეინზიანიზმი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რუსეთში დარჩება ალბათ კიდევ დიდხანს უკრაინის ომის დასრულების შემდეგაც. მადლობა. ხომ არ არის შეკითხვა კიდევ? მაშინ თქვა ზოგადად ვის სურს შეფასება გააკეთოს ზოგადად, კალბატონ მერი, ბატონ გია, ვარ სურთ. მე ვიტყოდი თუ შეიძლება
მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა თათულის იმ შრომისათვის, რომელსაც ის ეწევა ზოგადად თავისი პროფესიული საქმიანობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც ზუსტად კონგრესში და იმ კვლევით ჯგუფში, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან გავლენებს ახდენენ და დიდ როლს ასრულებენ ამერიკის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღებაში, არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია რაღაცა თავისი საქმიანობით ერთი აგური დადოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებაში. და ეს ზოგადად არის მისასალმებელი და სასიხარულოა. მეორეს ერთი ქალბატონ გულნაზის იმასაც მინდა შევუერთდე, კვლევა რა თქმა უნდა არის ძალიან საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი და აბსოლუტურად სწორად იქნა აღნიშნული, რომ ჩვენც ვაგნერის დაჯგუფების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შევიტყვეთ, რაც დაძაბულობა წარმოიშვა თავდაცვის სამინისტროსა და ვაგნერის ხელმძღვანელობას შორის და მაშინ მოექცა ის ჩვენი ყურადღების ცენტრში, როდესაც მოსკოვის მიმართულებით დაიგეგმა ესე ლაშქრობა. ამიტომ ბუნებრივი ასეთი ხასიათის კვლევები ჩვენთვისაც, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის იმისათვის, რომ მეტ-ნაკლებად გქონდეს სრულყოფილი წარმოდგენა იმ გეოპოლიტიკური პროცესების პარალელურად თუ რა ინსტრუმენტების გამოყენება ხდება რაღაც კონკრეტული მიზნის მისაღწევად დიდი სახელმწიფოების მხრიდან და განსაკუთრებით ეს რუსეთის მხრიდან არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გქონდეს მოლოდინები, რომ ანალოგიურ ინსტრუმენტებს ის გამოიყენებს ასევე ჩვენი ქვეყნის მიმართაც. ამიტომ მე ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თათულის, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ღონისძიების ორგანიზატორებს და იმიტომ რომ ეს არის კარგად დაგეგმილი, დროსთან კარგად მორგებული თავისი თემატიკით და პასუხობს იმ მოცემულობას, რომელიც ახლა ამ წუთას გვაქვს საქართველოში, რაც ბუნებრივი ამ პრაქტიკულ კონფერენციას კიდევ უფრო მეტად მეტ მნიშვნელობას ძენს. ძალიან დიდი მადლობა ყველას და განსაკუთრებით თათulis. მადლობა. ბატონო მინდა ბრძანოთ რამოდენიმე სიტყვა. მე ამ საკითხებში ცოტა ნაკლებად ვარ ჩახედული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საინტერესო იყო ჩემთვის და კიდევ უფრო მე მგონი გაქვთ საშუალება, მე მგონი რუსეთი მეტად საფრთხეა ჩემი აზრით საერთოდ ვიდრე ჩინეთი. ჩინეთს ეკონომიკური პროგრესი აქვს, მაგრამ რუსეთი ცოტა ყოველთვის რუსეთი იყო პრობლემა, ახლა არა 300 წელზე მეტია უკვე და მე მგონი ამ ხრივ თქვენ გიაქტიურებთ, ანუ აქტიურობთ იქ რომ გაიგონ. მე ცოტა ისიც ვარ გაკურებული, ახლა უბრალოდ ვათვალიერებ, ახლა თქვენ ეს არ გეხებათ, მაგრამ დღეს Facebook-ზე დავათვალიერე რომ როგორ მოიწამლა ჩვენი საზოგადოება ამ რუსეთის განდიდებით მიკვირს ძალიან, ესე იგი ჩვენ რადგანაც დაუბრუნდებით რუსეთს, გონიათ საზოგადოებას რომ ერთიანობას აღვადგენთ. ეს გამორიცხულია, მაგრამ აი ამ ხრივ თქვენ ახლა ეს არ გევალებათ, მაგრამ პარალელური ახსნა განმარტება არ ხდება ჩვენთან. ტელევიზიები, რომლებიც ჩვენ გვაქვს საქართველოში, დაუშვათ განსხვავებული აზრით, იქ ეს საკითხები განიხილება ისეთ ადამიანების მიერ, რომელთაც არ აქვთ ავტორიტეტი ქართულ საზოგადოებაში. მე ვამბობ, ის ოპოზიციური წარმომადგენლები არ არიან ქართველი ადამიანები, საერთოდ ზოგადად ჩვენი ხალხისთვის ავტორიტეტი, ანუ გასათვალისწინებელ აზრს არ რომ ჩამოაყალიბოს, მაინც ვერ ვიღებ ჩვენ, იმიტომ რომ ვიცით ის ხალხი რა დამოკიდებულებაში იყო სხვადასხვა პერიოდში. აი სამწუხაროა, რომ მეცნიერები, აი დავუშვათ აქ არიან თქვენი მიმართულების მეცნიერები, არასოდეს არ არიან შესაბამის ტელევიზიებში მიწვეული. ერთ და იგივე პიროვნებები მიყავთ. ახლა თქვენ ეს არ გეხებათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმიტომ ვაჟღერებ, რომ ჩვენთან ეს პრობლემა ძალიან მტკიცედ დგას და კიდევ უფრო უარესად დადგება, იმიტომ რომ სათანადოდ არ არის ახსნილი და უფრო მეტად ცუდად მუშაობს ის
ადამიანები, რომლებიც ახლა მე აღარ მინდა გვარებ დავასახელოთ აქ ბატონმა თემურმა მე ადრე გამომიგზავნა, ის ხალხი ძალიან აქტიურობს ახლა. ბოლოს და ბოლოს აფხაზეთის ამბავი ხوار დაგვაწყდა, ვინ გამოყარა. ეს მე არ ვიცი, ესეთი გადაგვარებულობა გონებაში, აზროვნებაში მე არ მინახავს. ჩვენ რუსები კი არ გვებრძოდა კაცო. არამედ ეს დაიწყო ამერიკამ საქართველოს წინააღმდეგ. არ ვიცით ახლა თქვენ ამ ხრივ რა შეგიძლიათ, მაგრამ უნდა იაქტიუროთ. მე ვფიქრობ, თქვენს ხშირად ახაც უნდა იყვნენ საზოგადოების წარმომადგენლები, რომ შესაბამისად გამოჩნდეთ ტელევიზიებში და ახსნათ ეს თემები. და ჩვენი არაჩვეულებრივი სპეციალისტები აქ ახლა ვინც ბრძანდებიან, უნდა მიიღონ მონაწილეობა. ახლა მე და ბატონი თემური არ ვართ ამ საკითხებში კომპეტენტურები, მაგრამ კი ვამბობთ. გამოვდივართ. ახლა მათემატიკოსები ვართ და ახლა იმდენად არ აგვაქვს ეს შემხებლობა ამ თემასთან, მაგრამ როგორც საქართველოს მოქალაქეები ვცდილობთ. სამწუხაროდ აი პროფესორა, რომელიც არის მთელ საქართველოს უნივერსიტეტებში, ამ ხრივ არ აქტიურობს და აქტიურობს ის ხალხი, რომელთაც როგორც ახლა აღარ გამეორებ, არ აქვს ავტორიტეტი და ამიტომ ვარ ჩვენ ამ მდგომარეობაში და უარეს მდგომარეობაც მე მგონი გველოდება, იმიტომ რომ კიდე არა კარგად ახსნილი რუსეთი რამდენად არის ჩვენთვის პრობლემატიკური. მე მიწევს ახსნა ძალიან მარტივად, აი მაგალითად გამომაქვს ისეთი ტექსტები, რაც ყველასთვის ნათელია. მაგალითად ილია ჭავჭავაძემ მამული ენა სარწმუნოება, ხო თქვა ეს. რატომ თქვა? ამის ახსნა მიწევს ჩვენი საზოგადოებისთვის. რატომ თქვა? ესე იგი, არც მამული ქონდა რუსეთის შემადგენლობის დროს კარგად, არც ენა და სარწმუნოება. ესე იგი, თუ არ ქონდა, რატომ ვითხოვდით ამას, ხო? აი, მკუთხით. კიდევ სხვები იქ ივანე აფხაზია და სხვებიც ამბობდნენ გრიგოლ ორბელიანი და სხვები. ეს ჩვენ პრობლემა გაგვიჩნდა 1801 წლიდან. ეს სამეული სიტყვათა ლოზუნგი ჩნდება სწორედ 1801 წლიდან. და არავინ არ ცდილობს პროფესიონალი შესაბამისად, რა თქმა უნდა, მესმის მე რომ ტელევიზიაში არ მოგიწვევენ, იმიტომ რომ თავიანთი ხალხსატრიალი, მაგრამ თქვენც უნდა მიმართოთ სპეციალისტებმა და უნდა ახსნათ, თორემ დღეს შეიძლება ჩვენ ახლა არ გვეხება ეს პირადად, მაგრამ მე გლობალურად ხედავ, რომ ეს სათითაოდ შეგვეხება მალე, იმიტომ რომ სწორედ ის არასწორი გზით მიდის და ვიცით რომ ბოდიშ რომ ძალიან დიდი სიტყვა გამომივიდა, მაგრამ აი მაგალითად ეგვიპტიდან რომ გამოდის მოსე დაუშვათ, ხო? იქ ვერ დაუპირისპირდება ხალხი, რომ უკან დაგვაბრუნეთო. არ შეიძლება უკან დაბრუნება, ვის ახლა ბიბლიას კარგად კითხულობს, თუ უკან დაბრუნდებოდი მოსპობდი მთლიანად. ჩვენ თუ უკან დაბრუნდებით რუსეთის შემადგენლობაში, ანუ ახლა წარმოვიდგინეთ როგორც ეგვიპტე, ეს იმას ნიშნავს სათითაოდ ქართველებს აბსოლუტურად იმ ვინც მოაზროვნეა სხვანაირად სათითაოდ სახში მოკლავენ. ეს გეგმა რუსეთში ნამდვილად არსებობს. იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს კავკასიის პრობლემა მათ უნდათ გადაწყვიტონ თავიანთ სასარგებლოდ და ჩვენ ამ აი ესე კი არა ვართ ახლა ჩვენ აქ ვინც ვართ ბატონ თემურს არაჩვეულად ბევრი სამუშაოები აქვს შესრულებული და მადლობას მოვახსენებ, მაგრამ სამწუხაროდ მე და ბატონი თემური ხო არა ვართ, კი მე ფაზის აკადემია წარმოადგენ, ბატონი თემური ხუმაფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიას, მაგრამ სხვებიც უნდა ჩაერთონ. ახლა პირადად თქვენზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ ზოგადად ქართული სამეცნიერო საზოგადოება, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ შემთხვევაში უნდა დავასახელოთ, არ არის აქტიური არ არის ამ თემების მხრივ და ვერ გავაგებინეთ ქართულ საზოგადოებას ჩვენ საიდან გველოდება დიდი პრობლემები, არა დიდი პრობლემა იმ მხრივ, არამედ საერთოდ ქართველი ერის განადგურების პრობლემის გეგმა არის დასახული და ნუ ეს ვიცით ჩვენ ახლა ყოველ შემთხვევაში მოსკოვში ჩვენ გვყავს ნაცნობები და ლაპარაკი მიმდინარეობს, ეს არ იმალება რაღაცა ნაწილი ინფორმაციისა მაინც სადღაც ჟონავს, იმიტომ რომ ეს განსაზღვრულობა ნამდვილად არსებობს რუსეთში და ჩვენ ეს სამწუხაროა ამ თაობამ
ვერ სათანადოდ ვერ აუხსნა ქართულ საზოგადოებას. აი ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის და სხვების იმ პერიოდის ვაჟა-ფშაველას და ისინი ფიქრობდნენ და ამას აკეთებდნენ, ან ლექსად წერდნენ ან რაღაცა და ჩვენ ახლა ტელევიზია მაინც გვაქვს, რაღაცა საშუალება გვაქვს. და აი ჩვენი სწორედ პირველ რიგში მეცნიერის მოვალეობა ეს არის ემსახუროს თავის ერს. და ამ მსახურობას მე სამწუხაროდ ვერ ხედავ. დიდი მადლობა ბოდიში, მაგრამ ნუ აი ესეთი აზრი მინდოდა მეთქვა. ბატონო გია, მარტო რუსეთი არ არის ჩვენი პრობლემა. ხო ხედავ? ო, არა, პრობლემებთან შორის ყველაზე მეტია, ქალბატონო. რა ხდება დღეს? გადავუშავეთ, არ ვიცი. მადლობა, მეც მინდა შევეხმიანო ბატონ გიას აზრს. ახლა სახელმწიფო ტელევიზიები, მათ შორის პირველი არხი, რომელიც ჩვენი გადამხდელთა ფულით არის და 100 მილიონზე მეტია, ზუსტად ევროპა, ამერიკაში მომუშავე ახალგაზრდა მკვლევრების აზრს უნდა გადმოსცემდნენ მათ შორის. ამას არ აკეთებენ, იმიტომ რომ სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლების აზრი არის, ბევრი ჭკვიანი თუ ვინმე არის ახალგაზრდა, მშვიდობიანად, კულტურულად, არაკულტურულად ესე იგი გაუშვან ამერიკა, ევროპაში და აქ დარჩნენ ოროსტები, სამოსნები, რომელიც პარტბილეთს 41 ჩაიდებენ ჯიბეში და იქნებიან მინისტრი. მაგრამ მე მინდა აღვნიშნო ასევე საუბედუროთ, რომ ოპოზიციური არხები, ფორმულა, პირველი, კავკასია, მათ ხომ მაინც უნდა აინტერესებდეს, რომ ამერიკაში ესე იგი მომუშავე, აი თინა, მისი და ნანა დიხამიჯია, ჩემი სტუდენტი ყოფილი, დიდებული პროფესორი, მისი ქმარი, ჩემი სტუდენტი ყოფილი მიხეილ ციკლაური და ბევრი სხვა, შუბითიძე და ამ შემდეგ ევროპაში ამ შემდეგ მათი აზრი ხო საინტერესო უნდა იყოს ამათვის. არა, გამოდიან აქ დრო მოჭმური, ესე იგი აი უკვე რაღაცა ესე იგი მარაწვანე პოლიტიკოსები მათ შორის გეუბნებით ძველ ოპოზიციურ არხებზე და მიუხედავად ყველაფრის გაყვითლებული. ო, მიუხედავად ყველაფრისა, მე მჯერა რომ ზუსტად თინა, მისი დის, სხვები გვარები დავასახელე ბევრი სხვის, მომავალი მაინც იქნება საქართველოში, რომელიც ევროპას არ დაუბრუნდება, რადგანაც ევროპა ჩვენი ვართ, ევროპის შექმნელი, აგერ ჩვენ მე და გია ვიყავით კრეტაზე, ხო, სადაც ჩვენი დედოფალი არ იყო, მეფე იყო, პასიფაი აიეტის და იმისგან მათ შორის იქიდან წამოვიდა ევროპა და ევროპა ეს ჩვენი ვარ, ჩვენ ვარ შექმნელი ევროპის და ახლა ეს ეგრეთ წოდებული პოლპოტის მომხრეები, ვინც არიან საქართველოში, ბუნებრივია ესენი ახლა ცხოვრობენ დღევანდელი დღით. მაგრამ ხვალინდელი დღე ზუსტად თინასნაირი კვლევრების არის, სხვების, ვინც რა თქმა უნდა მომავალში ესე იგი საქართველოს უნდა გამოადგეს და მე ასე ვფიქრობ, რომ თინა იქ თქვენი ინსტიტუტი ალბათ ბევრ კიდევ სხვა მე მესმის რომ თქვენ დაგევალათ ეს მიმართულება, მაგრამ იქ კიდევ თქვენ ახლა შეგიძლიათ როგორც ფოთის და სოხუმის ან ორი ულამაზესი ქალაქის, მთავარი ქალაქის ესე იგი პროტოკართველები და ასე შემდეგ სულ აქედან წამოვიდა საქართველო. შესაბამისად თქვენ ისეთ თემებსაც აიღებთ, რომელიც კიდევ უფრო ახლოს იქნება თქვენ დედულეთთან, მამა დიდებული ქალაქიდან არის თვითონაც დიდებული კაცია და ამიტომ მე ვიმედობდებ, რომ თქვენ დასთან ერთად კიდევ ბევრ საქმეს გააკეთებთ, მათ შორის საქართველოსთვის და დიდი მადლობა თქვენ. ხომ არ გნებავთ? უღმესი მადლობა. იბატონო. კარგით, თუ და მე მინდა სპეციალური მადლობა უთხრა ბატონ, ესე იგი ქალბატონ ხათუნას და ბატონ ალექსანდრეს, რომ ასეთი დიდებული შვილებისთვის გასდისის, იმიტომ რომ თავარი ინვესტიცია უნდა ჩადო განათლებაში. თქვენ მოგეხსენებათ, იაპონიამ გერმანიასთან ერთად რომ წააგო ომი, ნუ მეორე ომი. იაპონიამ პირველ წლებში 45-ის შემდეგ თავის ბიუჯეტის 54% ჩადო განათლებაში.
ხედავთ იაპონია სად არის? მესამე ქვეყანა ეკონომიკით. ნუ კი ახლა ინდოეთი უახლოვდება, მაგრამ მესამე ქვეყანა. და ამიტომ განათლებაში რომ ჩადებით ხათუნა და ალექსანდრე, დიდი მადლობა თქვენ, იმიტომ რომ ამაზე მეტი გიდი განძი არ არსებობს. გილოსა. დიახ, ბატონი მალხას პატარაა. ხო, კიდევ ერთხელ მადლობა. მე ყურადღებით მოусმინე მოხსენებას. რა თქმა უნდა, საინტერესოა. ფაქტები ნამუშევარი არის, მნიშვნელოვანი ნამუშევარი არის. თუმცა მე ვისურვებდი მომავალში, რომ უფრო მეტად იყოს ადაპტირებული ესეთი ტიპის მოხსენებები საქართველოს საკითხთან და საქართველოს პრობლემებთან. მე ბატონ გია კვაშილავას მე მინდა გავაგრძელო, უბრალოდ შევეხმიანო მის ნათქვამს, რომ მე მგონია, რომ ის რასაც ბატონი გია ამბობს, ეს არის რუსული პროპაგანდა. ეს რუსული პროპაგანდა და სამწუხაროდ საქართველოში აღწევს თავის მიზანს და საკმაოდ დახვეწილია ეს პროპაგანდა, ის ესე იგი მოდის ახლა უკვე როგორც რაშიზმის იდეოლოგია არსებობს, რაშიზმის იდეოლოგია, დუგინია მისი, ასე ვთქვათ, მამონთავარი და ამ რაშიზმის იდეოლოგიაში თავისი ადგილი უკავია ამ ეგრეთ წოდებულ deep state-ის ბოდვას. მე პირდაპირ შემიძლია ასე ვთქვათ, რომ ეს არის ბოდვა, იმიტომ რომ არავითარ მეცნიერულ, არავითარ სახელმწიფოებრივ ამ სხვა რაიმე საფუძვლებს ისიც არ ვიცი მეცნიერების რომელ დარგში შეიძლება წავიკითხო მის შესახებ რამე, მაგრამ ზოგადად რა არის ეს სოციოლოგია, ფილოსოფია, თუ რა არის, არ ვიცი, ვერ გეტყვით, ისტორია რაღაცა, მაგრამ არ არის, ეს არის სრულიად ანტიმეცნიერული შეთქმულების თეორია, ეგრეთ წოდებული, რომელიც სხვათა შორის საქართველოში, ასე ვთქვათ, ნოყიერ საფუძველს გავებს და რაც მთავარია აღწევს მიზნებს, იმიტომ რომ მთელი პროპაგანდისტული მანქანა ეხლა ანტიდასავლურ დისკურსზე მუშაობს და შესაბამისად სწორედ ამას იყენებს, რომ არსებობს რაღაცა deep state-ი, რომელიც მართავს დასავლურ სამყაროს და ქართული სახელმწიფო, ესე იგი, ქართული სახელმწიფო კი არა, მართველი გუნდი და ბიძინა ივანიშვილი, ჩემო ბატონო ლამის, ესე იგი, ლამის დემეტრე თავდადებულები არიან და სხვა, ესე იგი, ფილოსანი არ დაივიწყოთ კიდევ დიდებ, ესე იგი, ჯანდა დეარკი. რომლებსაც ვერაფერი ვერ მოუხერხა, აგერ ლამის არის, ესე იგი, deep state-ის ხელი უკვე ამერიკის კონგრესში შევიდა და ალბათ ეს ხელი იქნება ტრამპის ხელიც, რომელიც მოაწერს, ესე იგი, აი ამ კანონს, ხუმრობ რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამაზე ყურადღება არის მისაქცევი და თუ ვინმე, ან ეს მოხსენებელი, ან სხვა ვინმე ამ თვალსაზრისით რაიმე მნიშვნელოვან რამეს გვეტყვის, ეგ იქნება ძალიან საინტერესო ჩემი აზრით, იმიტომ რომ ახლა ეს ადრე ბოლშევიკების საერთაშორისო ბურჟუაზიას ებრძოდნენ და ახლა საერთაშორისო ეს არის დასავლეთი, რაღაც დასავლეთი, რომელსაც მართავს ეს ეგრეთ წოდებული რაღაც სოფლიო, რაღაც შეთქმულები და აი იმით გვებძვიან ახლა ჩვენ. რა თქმა უნდა ეს არის დისტანცირება დასავლეთისგან, ეს არის იზოლაციონიზმი დასავლეთისგან და პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი ალბათ არის ის, რომ როდესაც სოხუმის აეროპორტში 32 წლის განმავლობაში ესე იგი თვითმფრინავი არ დამждარა, დღეს უკვე ეს თვითმფრინავი დაждდა. რატომ? იმიტომ რომ ფაქტიურად დღევანდელ მართლ გუნდს არავისთან არ მიესწრება. ადრე ჩვენ ამას ვაკავებდით, ასე ვთქვათ, საერთაშორისო სანქციების შიშით. ეს სანქციები სხვათა შორის დადებული იყო იკაოსთან მიმართებით, სხვათა შორის SNG-ს დოკუმენტებშიც იყო ეს, მე როგორც მახსოვს ადრინდელ დოკუმენტებში, მაგრამ ახლა, ვის მიმართოს საქართველოს მმართველმა გუნდმა სანქციების შესახებ, როდესაც თვითონ არის უკვე სანქციების ქვეშ. ანუ ერთი სიტყვით მათ არსად არ მიესრულებათ, ვერ იჩივლებენ, არც ერთი მეგობარი დასავლეთში მათ არ დარჩათ, და შესაბამისად ეს ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტი, რომელსაც აქეთ აბრალებენ, თქვათ, ქართულ ოპოზიციას ან დასავლეთს, თვითონ შეუქმნეს ქართულ ხალხს, როგორც აქ, აი ამ თბილისში, ასევე ესე იგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შესაბამისად ეს აქტიურობა თბილისში ამ მეორე ფრონტის მიმართულებით
ოღონდ რუსული მეორე ფრონტის და აქტიურობა აფხაზეთსა და ცხინვალში ერთმანეთს ემთხვევა. ამიტომ მე ახლა მეცნიერთა შორის ავარ და მართალი გითხრათ ძალიან მინდა მოვისმინო მეცნიერების აზრი, მეცნიერული აზრი, მე ბოდვას ვუძახი და არ მგონია ვინმე ეს აზრი შემაცვლებიოს, რაც ვიცი იქიდან გამომდინარე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კარგი იქნება თუ რაღაც ამდაგვარი მოხსენება იქნება თქვენთან და მე მას აუცილებლად სიამოვნებით დავესწრებ. ხოლო რაც შეეხება იმას, რაც ბატონმა გიამ ბრძანა, რომ რას უპირებს რუსეთი რას უპირებს საქართველოს და ეს არ იქნება რა თქმა უნდა დამოუკიდებელი სახელმწიფო ან რაღაცა ტიპის სახელმწიფო და არც საბჭოთა კავშირის აღდგენა, არც საბჭოთა კავშირის აღდგენა, იქით არის იქეთ აგეგმები აქვს მაგათ რუსეთის იმპერიის აღდგენა. აი მე ერთ მაგალითს მოგიყვანთ კიდევ ერთს ამ რამდენიმე ხნის წინ გალის რაიონში გვარი დამავიწყდა ახლა შამათავა არის გვარად, რომელიც დაკრძალეს გალის რაიონში, რომელიც იბრძოდა ესე იგი რუსების მხარეს უკრაინელების წინააღმდეგ, ხო? ანუ რაცაც საქართველოს დანარჩენ საქართველოს უპირებს რუსეთი, ჩვენ შეიძლება დავინახოთ გალის რაიონის ქართველების მდგომარეობას. ესე იგი ისინი ფიზიკურად კი არიან ქართველები, მაგრამ სრულიად უუფლებო ადამიანები არიან, ენაც აკრძალული აქვს ბატონ ესე იგი გიას შევეხმიანები, სარწმუნოებაც აკრძალული აქვს ქართულ ენაზე და რა თქმა უნდა მათ არ თვლიან, არავინ არ თვლის იქ საქართველოს მოქალაქეებად, ანუ ესე იგი მუდმივად აი ჩვენი ბავშვები დაყავთ იმის რა ქვია რუსულზე იმებზე და აფიცებენ არძიმბას საფლავზე, ესე იგი მიყავდა იქ ფიცაღებიები. ერთი სიტყვით, თუ ვინმეს ეჩვიეპარება რამეში, რომ რას უპირებს რუსეთი, შეგიძლიათ თვალსაჩინოდ ნახოთ ქართველების მდგომარეობა ცხინვალის რეგიონში და დარჩენილი ქართველების მდგომარეობა აფხაზეთში. და ის მაგალითიც მიუთითებს იმაზე, რომ მომავალი ჩვენი ახალგაზრდების არ იქნება არც დასავლეთი, არც დასავლური უნივერსიტეტები, არც დასავლური სწავლა-განათლება, არამედ იქნება რუსეთის არმიის სამსახურში, როგორც ჩვენ ესე იგი ახსოვთ ის პერიოდი, ალბათ ბატონ თემურს ახსოვს და სხვებსაც ახსოვთ და როგორც ჩამოდიოდა საქართველოში კუბოები ავღანეთიდან მაგალითად, აი სხვის ომში რო ვიყავ საბჭოთა კავშირის ესე იგი აგრესიაში რო ღებულობდით მონაწილეობას ავღანეთის წინააღმდეგ. ხო, აი ეს მინდოდა მეთქვა და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. მადლობა ბატონო მალხას, მე ესე იგი ცხადია თინა ალბათ იმუშავებს PhD-ზე და აქ თინა ჩვენ გვაქვს ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიას ჟურნალი პროსიდინგი, რომელიც Google შოლარში არის ასახული, თუ თქვენ სურვილი გაქვთ 25 წელს ჩვენ შეგვიძლია თქვენი მოხსენების დაბეჭდა, ცხადია ინგლისურ ენაზე ვეშთავ ჩვენ ყველას და თქვენ გამოგადგებათ მომავალში, ესე იგი ხარისხის დაცვის დროს და რა თქმა უნდა მე ვისურვებდი როგორც ოხუმელი კაცი, როგორც თქვენი დედულეთის წარმოადგენელი, რომ მაინც თქვენ შეძლოთ იქ რომ მეტი აი როგორც ბატონ მალხასმა აღნიშნა მეტი ყურადღება მომავალში ხელმძღვანელს უთხრათ, რომ ეს საინტერესო თემები არის, მათ შორის ამერიკის ინტერესებისათვის და ამაში წარმატებას გისურვებთ. მადლობთ ყველას, მადლობა. დიდი მადლობა. უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა აკადემიის წევრებს ყველას, ვინც დაესწრო ამ მოხსენებას, თქვენი ძვირფასი დრო გამოყავით იმისათვის, რომ მოგესმინათ თინასთვის, ქალბატონებო და ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. თქვენ პირადად მადლობა ბატონო თემურ, რომ მიეცით ახალგაზრდა მკვლევარს შესაძლებლობა იმისა, რომ საკუთარი რაღაცა თავის პრეზენტირება მოეხდინა იმ სიტყვაში, იმ აკადემიებში, რომელიც ჩვენთვის ახლობელია, ცხუმ-აფხაზეთის აკადემია და ორმაგად ცოტა ხიბა მქონდა, იმიტომ რომ ჩემი შვილია და ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერს თავს კარგად გაართმევ და არ ჩამომართვა თქებაში,
მაინც რაღაც შინაგანი ის მქონდა, რომ თქვენ წინაშე გამოდიოდა, აკადემიის წინაშე გამოდიოდა და სურდა რომ ის ყოფილიყო აკადემიური და მაღალ დონეზე შესრულებული. მადლობა თინას ამასთან დაკავშირებით გამოსვლისთვის, იმ თემატიკისთვის, რომელიც წინა პლანზე წამოსწია და ძალიან დიდი მადლობა ბატონ მალხას, იმიტომ რომ მიმართულება მოგცა რა კუთხით შეიძლება ვინ უნდა მოვიწვიოთ მომავალში. ვინ უნდა ვის შეიძლება მივუმატოთ იმისათვის რომელიც თავის ციტში ბატონმა მალხასმა აქცენტები დასვა განვიხილოთ ჩვენი აკადემიის ფარგლებში. მაქსიმალურად შევეცდები მოვძებნო მომხსენები ამას ვდებით. როგორ მოვახერხებ არ ვიცი, მაგრამ გვპირდებით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა ყველას. დიდი მადლობა ყველა დღეისთვის. მადლობა მართლა. და ვეთანხმები ბატონი მალხაზის სულისკვეთებას და ბატონი გიას სულისკვეთებასაც ამ თემებთან დაკავშირებით. თუმცა ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო მოკლედ და გაგვეწევა ალბათ ძალიან დავასრულებ, რომ თვითონ აფხაზეთში და მარტო აფხაზეთში არა, სხვა ბევრ ადგილას თვითონ რუსეთშიც, ჩრდილოეთ კავკასიაშიც როდესაც გაიწვიეს ეს უფრო მეტად რა თქმა უნდა გაიწვიეს სწორედ ამ რეგიონებიდან მოხალისეები, ასე ვქვიათ, მათ უკრაინაში ომში ძალიან ბევრი პროტესტი იყო ჩრდილოეთ კავკასიაში ამ თემასთან დაკავშირებით. აფხაზეთში რა ხდებოდა არ ვიცი სამწუხაროდ, იმიტომ რომ ერთი რომ ამაზე ალბათ თითქმის არავინ არ წერს და რთულია ამ ინფორმაციის მოპოვება და ალბათ თქვენ უფრო გაქვთ. თუმცა მაინც იყო პროტესტები ამ თემასთან დაკავშირებით და ამან შეიძლება რაღაც ძვრები გამოიწვიოს მომავალში, მაგრამ ჯერჯერობით ალბათ ისეთ სერიოზული შესახები არ არის. უკაცრავად მე გირჩევთ კამპანიის ბუჩამდე იყო აფხაზეთის მასალების დათვალიერებას არის ინტერნეტში და თქვენთვის საინტერესო შესაძლებელია თქვენთვის საინტერესო ინფორმაციები მათ შორის მოქმედი პერსონაჟების შესახებ იქ ამოიკითხოთ ჩვენც ვატარებთ კვლევებს და პერიოდულად ვაქვეყნებთ იქაური რუსების მონაწილეობის შესახებ ინფორმაციებსა და მასალებს. რა თქმა უნდა მსხვერპლის ჩვენებებთან ერთად. დიახ, ნახე, მაქვს ბუჩამდე იყო აფხაზეთი, ჩემი ძალიან კარგი კამპანია წამოიწყოთ თამარ ჩერგულეიშვილმა. ჩვენ ვართ აფხაზთაგრება, ჩვენ ერთად წამოვიწყეთ ეს კამპანია. მით უმეტეს გადასარევი იდეა არის, ჩემი აზრით ძალიან აიტაცა ხალხმა და კარგი იყო როგორც ისტორიული შესავალი ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ მანდ გვაქვს რუსული შენაერთების სია, რომელიც დღეის მდგომარეობით ჩვენ მამკვლევარებმა, ასე ვთქვათ, აღმოაჩინეს, გამოქვეყნებულიც არის ეს საკმაოდ დიდი და შთამბეჭდავი სია. მინდა გითხრათ, რომ აფხაზეთში არც უпростоრედ რუსეთში არ არსებობდა იმ დროისათვის არც ერთი ელიტარული სპეციალური შენაერთი, რომელიც აფხაზეთის მოვლენებში აგრესიასა და გენოციდში არ მონაწილეობდა. არ ყველა ელიტარული შენაერთი, აბსოლუტურად ყველა დაწყებული გრუს სპეცრაზმირო იყო ხამურა, მე არა მაქვს ხედველობაში, ახლა მხოლოდ არა მაქვს ხედველობაში რეგულარული შენაერთები, ეს კიდე ცალკე თემაა. მე ვამბობ სპეციალურ შენაერთებს, რომლებიც იწყება ხამურით და სხვადასხვა დაჯგუფებები არის იქ, სხვადასხვა სპეციალური შენაერთები არის, დღესაც არსებობენ ისინი, მათი მემკვიდრეებიც არის, ის ღამურაც არსებობს, ღამურა მეტი, ლიტუჩემი შეგრეთ წოდებული. ღამურა. ღამურა ისიც არსებობს დღესაც, ამიტომ ეს მასალები, თუ გამოგადგებათ, კარგია, თუ ამას რაღაცას შევმატებთ კიდევ უკეთესი, იმიტომ რომ ჩვენ ამის თაობაზე უკვე რამდენიმე ფილმიც გვაქვს გადაღებული და ვაგრძელებთ კვლევებს ამ მიმართულებით. ბატონო, კარგი იქნება რომ გაიცვალოს ინფორმაციები, საერთო წარმატება იქნება საერთო საქმეში და მე მინდა აღვნიშნო რომ ეს ფილმი და სერია ფილმისა ბუჩამდე იყო აფხაზეთი, ეს ბატონი მალხაზის მისი გუნდის აფხაზთა კრებას არის და რა თქმა უნდა მე ჩაერთო 4 ორგანიზაციაა, კი. მე ჩაერთო უკვე ჩორგოლეშვილი, მისი ქმარი, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ ესა და ჩვენ მე მგონი გითხრათ რომ ახლა მათ ძალიან დიდი როლი ითამაშეს ევროპაში გააქვთ ესა იმაში რომ ორგანიზაციული საკითხები ძალიან ბევრი გადავწყვეტეთ ერთად, ხო იცი ძალაერთობაშია, მაგრამ განსაკუთრებით როდესაც ჩვენ ამის პრეზენტაცია მოვაწყვეთ კონგრესში და საფრანგეთის პარლამენტში
იქაური ესე იგი მინისტრის ევროპის მინისტრის მასპინძლობით ეს რა თქმა უნდა მათი კავშირების დამსახურება უდავოდ. ძალიან კარგი. ჩვენ უნდა აი ეს საზოგადოება ჩვენ რადგანაც ვხედავთ რომ ხელისუფლება დიდი ხანია უკვე აფხაზეთი არ ახსოვს, ფიქრობენ რომ აფხაზეთი უკვე რუსეთია, ამიტომ ჩვენ საზოგადოებრივი ესე იგი ჯგუფებმა უნდა გავაქტიუროთ ეს თემა, იმიტომ რომ საქართველო ვერასოდეს ვერ შედგება როგორც სახელმწიფო აფხაზეთის გარეშე. ნამდვილად. ო, ბრიტანეთში დამავიწყდა მე თქვა, ეხლა ჩვენ უახლოეს პერიოდში ალბათ ამ ფილმის, განახლებული ფილმის ჩვენება გვექნება უკვე ბრიტანეთში ძალიან მაღალ დონეზე. აიხარეთ, მადლობა. კიდევ ერთხელ მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. წარმატება. კიდევ ერთხელ ყველას მადლობა, განსაკუთრებით თინას, მის დაიკოს და ყველა იმ ახალგაზრდა ქართველს, რომელიც მოღვაწეობს ოკეანის გაღმა, რომელიც მოღვაწეობს ევროპაში და იმ ქვეყნებში, სადაც მეცნიერებას ჯერ პატისცემენ, განსხვავებით საქართველოში და რუსეთში და ამ შემდეგ, ამიტომ წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. გაიხარეთ, მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა. მადლობა ნახვამდის. 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 ნახვამდის.